პროპაგანდის ამორალობა და სიმყრალე იმაში არის, რომ ეს არის ბოლო გაფართხალება იმპერიის იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს მოკვდეს. მსგავსი არასოდეს არ გამოუცდია არც ერთ ქვეყანას, რომელმაც ღრმა დიქტატურით არ დაამთავრა, ან სისხლიანი რევოლუცია. ბელორუსს რატო ვედრებით? ჩვენ ბელორუსს მართლა არ გავხდებით. ბელორუსი კიდე ევროპული არის. ჩვენ გავხდებით პირდაპირ ჩეჩნეთი. წინა ადგილზე გამოდის რაღაცა ეგოები და აი ამასთან ვერ დავლაგდები, ამასთან ვერ დავლაგდი. ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ან ციხეში, ან ემუქრება უახლოეს დღეებში და თვეებში ციხე. კაც რომელმაც ყველგან აჩვენა ყველა შემთხვევაში, რომ უბრალოდ პროცესის ჩამშლელია. გაბუტული შეყვარებული იყოს ამ ქართული ოცნების, ხო? ეს რო ცოდნოდათ მაშინ, რომ ამ მდგომარეობაში იქნებიან. ჩვენ ხო ვიცით. უფასოდ შეგათრიოს აი ამ თავის ადგილობრივ არჩევნებში, რომ მერე დედაგიტიროს იქ ბოლომდე დაგმარხოს. ყველაზე ცხელი პოდკასტი იყო, რომელიც მქონია. ხუდი და შორტი არ ექნება. შორტებიც არ შეიძლება? შორტებიც არ შეიძლება. ასე რომ არ აღეგზნო? დავამონტაჟოთ მოაჭერი მაშინ. როდესაც ეს გადაცემა დავიწყო, ფიქრობდი, რომ ცოტა ხანის შიდა პოლიტიკას არ შევეხებოდი და მთლიანად კონცენტრირებული ვიქნებოდი საერთაშორისო პოლიტიკაზე და დღესაც ესე დაგეგმილი ვქონდა სამჯერ გადატანილი თემა გამაკეთებინა გერმანიაზე, სადაც ძალიან საინტერესო პროცესები ხდება, მაგრამ გუშინ ზურა ჯაფარიძის დაჭერამ მაიძულა, რომ ეს გადაცემა შიდა პოლიტიკაზე გავაკეთო, იმიტომ რომ შეუძლებელია არ გამოვეხმაუროთ იმ სიგიჟეს, რაც საქართველოში ხდება და შემდგარ დიქტატურას ფაქტობრივად, იმიტომ რომ ადამიანი დაიჭირეს იმის გამო, რომ რაღაცა რომელიც არც იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი, რა წლებსაც ეს რაღაცა კომისია ეხებოდა, ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და ჩასვეს ციხეში, მოაშორეს ოჯახს, მცირეწლოვან შვილებს. და ეს იმდენად აღმაშფოთებელი ამბავი ერთის მხრივ ადამიანური თვალსაზრისით და მეორეს მხრივ უნდა გავიაზროთ კიდევ კარგად სადავართ პოლიტიკურად და ამ დროს უმახსენდება ეს ადამიანები, რომლებიც შუაში სტევს უწოდებდნენ თავის თავს და კიდე კარგი დღესაც ასე აღარ მოიხსენიებენ თავის იდენტობას, როდესაც ამბობდნენ, რომ ეხლა კარგით მოიცადეთ საქართველოში ხა ბელარუსი და რუსეთი არ იქნება და ჩვენ მივიღეთ დაჩქარებული წესით ბევრად უფრო სწრაფი ტემპებით რუსეთიც და ბელარუსიც და წინ კიდევ ბევრი რამე გვაქვს, რომელსაც შეიძლება ახლა ვერ ვფიქრობთ. მოკლედ, სალაპარაკო ქართულ ოცნებაზე აღარაფერი აქვს, ყველაფერი არის გარკვეული. მე მინდა რომ დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას ახლა ოპოზიცია. მოკლედ, რაღაცები ხო არის, რაც ოპოზიციას უბიძგებს იმისკენ, რომ ყველაფერი დაივიწყოს, რაღაცებზე მაღლა დადგეს და წინ დააყენოს ქვეყნის ინტერესი. სამწუხაროდ უამრავი ასეთი ფაქტი მოხდა საქართველოში, მაგრამ ოპოზიცია ჩვენ მაინც ვერ ვნახეთ გაერთიანებული ერთი საერთო მიზნის გარშემო, რაც ადამიანებს, მათ შორის პროტესტის აქტიურ მონაწილეებს, ძალიან დიდ დეპრესიაში აგდებს. და მე მინდა რომ ჩვენ დღეს სწორედ ამ ფოკუსით ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება და ვილაპარაკოთ რა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც დღეს შეუძლია გააკეთოს ოპოზიციამ და პროტესტში მონაწილე აქტიურმა ადამიანებმა. ესე იგი გოკა გაბაშვილი და ლაშა ბაქრაძე მოწვეული მყავდა გერმანიაზე სალაპარაკოთ, მაგრამ ნუ გავაბოთ რაღაცა კუთხით გერმანიასაც შევეხებით. გიგი უგულავა მინდოდა აუცილებლად რომ ამ გადაცემაში ყოფილიყო და ასე რომ დღეს საინტერესო შემადგენლობით ვართ გიგი გოკა და ლაშა არიან ჩვენთან ერთად. სალამი მეგობრებო, გუშინ მძიმე დღე გქონდა ყველას პერსონალურადაც, ანუ იმიტომ რომ მე პირადად ძალიან განვიცდი კიდევ ერთხელ ვამბობ განსაკუთრებით ბავშვების გამო, იმიტომ რომ აქაც ვიტყვი რომ ზურა იმდენად კარგი მამაა და ისეთი მიჯაჭულობა, ანუ ისეთ იმდენად დიდ დროს ატარებდა ბავშვებთან, წარმომიდგენია განსაკუთრებით მისი პატარა შვილი რა ემოციებშია ეხლა და როგორ კითხვა რომ აუხსენიო ეს რაღაც ყველაფერი გულწრფელად ველაპარაკეთ ჩემს შვილებს, მაგრამ აი რა როგორ უნდა აუხსნა 7 წლის შვილს, რომ მამას ვეღარ ნახავს, თან რის გამო? ანუ აბსოლუტურად მოუნელებელი ამბავია და ძალიან მძიმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ მოდი სანამ დავიწყოთ ოპოზიციაზე ლაპარაკს, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ
რა გვაჩვენა ამ ნაბიჯმა? კიდე არიან ადამიანები, ხა გუშინ ლაშა შემხვდა რუსთაველზე და მითხრა რომ ყოფთები, ხალხია, რომლებიც მეუბნებიან რომ ამას კიდე არ ველოდით. მე აღარ ვიცი უკვე როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, რომ ეს ამას არ ველოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ხო ხვდებით, რომ აღარ არსებობს არანაირი წითელი ხაზი, არაფერი აღარ არსებობს. სიკვდილით დაჯოს თუ აღადგენენ, ხალხის გაძევება უცხოეთში უკვე შემოიღეს. არ ვიცი, ყველა ხრელი ამოგმანეს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები ამოახჩონ. აღარ არსებობს არც ერთი წითელი ხაზი, რომელიც არ გადაუკვეთიათ, ან წარმოსახვითი წითელი ხაზი, რომელსაც არ გადაკვეთენ. მაგრამ კიდე ერთხელ შევაჯამოთ, რა გვაჩვენა ზურას ამ ნაბიჯმა და ყველას გიგი დარწმუნებული ვარ, შენ ფიქრობდი, რომ აუცილებლად დაიჭერდნენ, ხო? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ხა გუშინ ახლა ძალიან სტრესული და მძიმე დღე იყო. რამდენიმე ხა სიმბოლური თვალსაზრისითაც იმ ბრძოლაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმყოფება და ზურასთვისაც ჩემის აზრით ახლა ვაპარაკობდით ზურა შევიდა როგორც ზურა გირჩი და მას აქვს შანსი რომ გამოვიდეს როგორც ზურა ბადრი. ეს ზურა ბადრის ამბავი მოგვიყავე. ზურა ბადრის ამბავი გუშინ სასამართლოზე მოხდა. ეხლა პიჯაკში ცოტა შევიწროებული როზის ისეთი პროკურორი იყო, რომელიც არ მოუდგენელ იმაში დისკომფორტს განიცდიდა და მაშინ როცა უნდა ეთქვა ზურაბ გირჩი, არა და პასპორტით არის ზურაბ გირჩი და ოფიციალურად უნდა ეთქვა ზურაბ გირჩი. და ეთქვა რომ ნერვიულობდა ამ ზურაბ გირჩზე, რომ ეს რაღაცნაირი კოცური ანთროპოლოგიური ის არის, ძალიან კოდური რაღაცა არის და ნერვიულობდა და აი ძველი საბჭოთა ანეკდოტი რო არის, ხო? ბალაგუევოთ ამ მეჩ და რო кайნა და ბალაგუევოთ ამ ხუის რო იცახეს და ახლობით ეგრე მოვიდა. ოფიციალური იმაში ზურაბ ბადრი ჯაფარიძე, ანუ ბადრი ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე, გირჩი, ყველაფერი აურდაურია მოკლედ და ყველაფერი ერთად გამოვიდა ის რომ მოკლედ დაარქვეს პროკურორება, ანუ ოფიციოზმა, მოკლედ მას როგორც პატიმარს. ამ ზურა ბადრის მერე ოპოზიციის გაერთიანებისთვის გამოვიყენებს სხვათა შორის სიმბოლური სახელია. მეორე თუ გინდა, უფრო ისტორიულ შედარებაში წავიდეთ, ახლა ზურას ეს თქვა რევოლუციური ნათლობაც მოხდა. ხო გახსოვთ სხვა სახელით შევიდა ლევ ტროცკი, როგორ იყო ლეიბა ბრონშტეინი. ხო და გამოვიდა როგორც ლევ ტროცკი აიღო იმისი რა ქვია ბადრაგის გვარი. მოკლედ ბევრი რამით არის სიმბოლოები დატვირთული ზურას გუშინდელი. ტროცკის ბედით ზურასთვის არ გვიდა. არა, რა თქმა უნდა, კაცო, მე ხო ვადარებ პატიმრებს და იმებს სიტუაციებს და ერთადერთი ალბათ რასაც ძალიან მოისაკლისებს იმაში ციხეში სულიერ სიმტკიცე კაცია ზურა ძალიან და მარტოობა მით უმეტეს არ გაუჭირდება. მოისაკლისებს ის რასაც მას ესე თქვა საჯაროდ ვიცნობთ. ეს არის კეპი, რომელსაც ვერ დაიხურავს, იმიტომ რომ არ შეიძლება კამერების გამო, ხუდი არ შეიძლება და შორტები. შორტებიც არ შეიძლება? შორტებიც არ შეიძლება. ასე რომ მოკლედ ხუდი გავიგეთ და შორტები რატო არ შეიძლება? ხუდი და ხუდი. ხუდს თავზე წამოიფარებს. მოიფარებს და შორტები, სხვა შორის მაგაზე ბევრს ფიქრობთ მეც რატო არ შეიძლება პასუხი ესეთი ცალსახელოვანი მივიღე, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ კამერაში ახლა ბევრი მამაკაცი ერთად რა შორტები შეეთყობა რაღაც არ ვიცი. რომ არა ეგზნო? ალბათ, სავარაუდოდ ვერ გაიგებ. ვითი ხელმძღვანელობდა ეს სხვათაშორის მოვიკითხე და ეს კომუნისტების დროსაც ეგრე იყო და სავარაუდოდ ჟანდარმერიის ეპოქიდან მოდის, მაგრამ მაშინ ალბათ შორტები არ არსებობდა. ხო და მაშინ დაქვია. მას შემდეგ რა შორტი შემოვიდა. ოღონდ, ამიტომ შორტი. ეს ხოცების შეზღუდვა არ არის? არა, შორტი მე შეუცვლია მეტის შემდეგ როგორც ხო, როგორც შორტი, ანუ ხორცი არ უნდა გამოჩნდეს მოკლედ. მაგრამ ჩვეულებრივად ახლა იმ კამერაში შეიძლება მოკლედ არ შეგატანინებენ ამ მნიშვნელობა. ზედმეტი იმით რომ ასე რომ ხუდი, ხუდი და შორტი არ ექნება. აი ეს არის ეს და მაგრამ ანუ მტკიცე წმენა ექნება და მოსვენების საშუალება ახლა რაღაცნაირად კურორტად გამოაცხადეს ზოგიერთმა. ხო და შენ ყველაზე კარგად იცი ახლა. უსინდისობა ახლა ეგ რა თქმა უნდა თავარი ციხეში არის ერთი რაღაცა. ყველას ქონია რომ დრო უნდა გაიყვანო.
ანუ დრო ხო, აი დრო სწრაფად გაიყვანოთ, სინამდვილეში დრო თუ გაკყავს, ანუ ბატარეასავით ჯდები. დრო კი არ უნდა გაიყვანო, დრო უნდა მოიპოვო. პირიქით, შენ უნდა ისეთი დღის რიტმიკა შექმნა და ეს ადამიანს შეუძლია რა. იმას აკეთებ, ამას აკეთებ, ამ რიტმულობას ისეთ ქმნი, რომ დრო ბევრი კი არ უნდა ქონდეს, დრო არ უნდა ყოფნიდეს. და ეს რეალურად შესაძლებელია ადამიანმა გააკეთო და შემოატრიალო. ანუ დროს კი არ გაგყავდეს, არამედ დროს მოიპოვებდა და დრო არ ყოფნიდეს. და აი მაგას უსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ზურა ამას იზამს და ამ საშუალებად გამოიყენებს ამ გამოწვევას, იმიტომ რომ საშუალებაა, რომ სხვა ნაპირიდან შეხედო ბევრ რაღაცას, შენს თავს, შენ საქმიანობას, ქვეყანას, ყველაფერს მოკლედ რა, იმიტომ რომ გაღმა გადიხარ ხა ციხის იქით არის აგერ სასაფლაო და მე იმის იქით მეტი არაფერი, ციხე არის ცოცხალი სუბსტანციისთვის ყველაზე უფრო სიკვდილთან ახლოს ადგილი, ხო? ესე არის, ხო, ისტორიულად. ამიტომ ამ ადგილას შენ გაქვს საშუალება ბევრი რაღაცა სხვანაირად დაინახო რა, მოკლედ და დარწმუნებულია, რომ ამ საშუალებას ზურა გამოიყენებს ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ის ადამიანები, რომლებიც დღეს პოლიტპატიმრები არიან და რაც არ უნდა ხა ფაქტი არის ერთი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის არც ერთ ეპოქაში, კონსტიტუციის მიღებიდან არც ერთ ეპოქაში, მოდი ავიღოთ, იმიტომ რომ მანამდე ხა რეგიონალური ასე ვთქვათ, განგსტერული სახელმწიფო იყო, ხო, ის წლები. კონსტიტუციის მიღების პერიოდიდან საქართველოს ამდენი პოლიტპატიმარი არ ყოლი არასდროს. და მეორე, შევანაძეც კი თუ გავიხსენებთ, ხო, 3 წლის თავზე ის თავის ამფეთქებლებიდან ნახევრად პოლიტპატიმრები იყო, ვიღაცები, ნუ იქით მერე ზვიადისტები იყო. მიდიოდა მათი გამოშვება. ეს პოლიტპატიმრების ესე ვთქვათ, გაჩენის კონცენტრაციით, აი ამ ხელა კონცენტრაციით არასდროს არ ყოფილა. ეს არის და არც ერთ ესე ცალკე აღებულ ერთ წელიწადში, მათ შორის ქოცების პერიოდი რო არ იყოს, ასეთი სწრაფი დეგრადაცია სახელმწიფოებრივი. კი, ასეთი რო არც რუსეთში არ მომხდარა ესა და აი და ამით დავამთავრებ, შენ თქვი რომ აღნიშნული ხშირად არის ესეთ გაიგონებ ესეთ ფრაზას, რომ ბელორუსი არ გახდება საქართველო. ბელორუსს რატო ვედრებით? ჩვენ ბელორუსს მართლა არ გავხვდებით, ბელორუსი კიდე ევროპული არის, ჩვენ გავხვდებით პირდაპირ ჩეჩნეთი. ჩვენთან ახლოს და რის მსგავსეც ჩვენ გვექნება, ხო? საიდკენაც ივანიშვილს მიყავს დღეს საქართველოს. ჩვენ ბელორუსს კი არ გავხვდებით, გავხვდებით ჩეჩნეთი. აი ეს არის განსხვავება, ბელორუსი მოსანატრებელი იქნება კიდე. ეხლა გოკა ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა და არც არ არის სატელევიზიო, YouTube-ურ სივრცეში არ გამოჩენილა. და ეხლა და მაინც რაღაცა დისტანცია აქვს ბუნებრივად დაჭერილი და დიდი ხანია მის შეფასება არ მოგვისმენია და აი გოკა მაინტერესებს აი ეხლა როგორ აი რა ფაზაში ვართ ამას აი როგორ უყურებ ამ ფაზას რაშიდაც ეხლა ვართ და ანუ რა არის ბოლო წერტილი რა გვაქვს ბოლო წერტილი სრულებით ცხადია რომ ჩვენ ცხოვრობთ ეხლა ავტორიტარული მართლობის ქვეშ და ძალიან დამძიმებული, იმიტომ რომ ავტორიტარიზმსაც აქვს თავისი ფერები. ძალიან მძიმე რეჟიმია. აი მართლა რომ დისტანციიდან აიღო რა, შეხედო საქართველოს. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც არის მილიარდერი, რომლის სისტემაში ყველა პოლიტიკური ძალა, ყველა უკლებრივ არის დევნის ქვეშ. ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ან ციხეში, ან ემუქრება უახლოეს დღეებში და თვეებში ციხე. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან მშვიდობიანი პროტესტით, მათი ძალიან დიდი ნაწილი არის დასახიჩრებული, ნაცემი, ძვლებდამტვრეული, ციხეში მოწყდეული, შეურაცხყოფა მიყენებული. ეს არის ქვეყანა, სადაც იღებენ მართლა დრაკონულ კანონებს, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას ანუ მსგავსი არაფერი არასდროს არ გამოგვიცდია. მსგავსი არასოდეს არ გამოუცდია არც ერთ ქვეყანას, რომელმაც ღრმა დიქტატურით არ დაამთავრა, ან სიხლიანი რევოლუციით. ეს მიმართულება, რომელსაც ეხლა ადგას ოცნება მთვარდება ორი რამით, ან ღრმა დიქტატურით, რომელსაც რაღაც რესურსები ჭირდება, რომ გაძლოს, ან თავდება ძალიან დიდი შეტაკებებით, ხო, ანუ ეს არ არის იმ ტიპის მართლობა, რომელიც ეტყობა, რომ
რაღაც ან რბილ გადასვლაზე, ან პოლიტიკურ გამოსავალზე, ან რაღაც არა, თან არც იტოვებს აი რა არაფერს ეხა. წარმოიდგინეთ ეხა იდიოტიზმის დონე, როცა ჩვენ გვყავს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუშინ გამოდის და ევროპული ქვეყნის ნაზე ამბობს, რომ ლიტვას არ აყავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს არის deep state-ის ქვედანაყოფი. პრემიერ-მინისტრი ამბობს ამას ქვეყნის რომლის ანუ ეგეთ რამეს არც ლუკაშენკო ამბობს და არც პუტინი სხვათა შორის. არა, ეს არის აბსოლუტურად გაუნათლებელი უტიფარი ხეპრე პროვინციალიზმი არის. უტიფარი, ხო აი პროვინციული ფორმა არის აი ამ ავტორიტარიზმის, ხო აი სასტიკი რეჟიმები გვინახია, მაგრამ სასტიკად თან სასაცილო თან დასაცინი, თან მართლაც სასტიკი რეჟიმი, ხო? ერთდროულად ზარქოა და ხარება, ეხა წარმოიდგინეთ, აი ანეკდოტი და საფრთხე. მაგრამ ეს ერთდროულად არის, ერთად არის, ხო? ხარბზარქოა რა, და სხვა შორის მაგას თავის საფრთხეც აქვს, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ისე შემოგვეპარას ეს საშინელი სასტიკი რეჟიმი. ამათი თავარი ძალა რა არის? ამათი თავარი ძალა არის, რომ დასაცინები არიან, ხო? ეხლა როცა შენ გდევნის კგბ, რომელიც უფროსი არის ანდროპოვი, არაფერი ამაში სასაცილო არ არის, ზუსტად იცი რაც გდევნის, ხო და როცა შენ გდევნის, მაგრამ ზუსტად ასევენაირად გდევნის ოხრანკაშვილი. თა გეღიმება რომ ოხრანკაშვილი როგორ მდევნის კაცო, ეს ყაველაშვილი როგორ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, ხო? ანუ უწიგნური, გაუნათლებელი, ხეპრე პროვინციალების ჯგრო, რომელსაც არანაირი ღირებულება გარდა იმისა, რომ აი ახლა აი ამ მომენტს მოაждენ და რაღაცავა დახაფონ და რაღაცავა დაკაფონ არა აქვთ. და თან არიან აშკარად დასაცინები, ხო ახლა ნუ რაღაცა deep state-ზე და მასონებზე და საიდუმლო ლოჟებზე ოფიციალურად ანუ ის კი არა რომ ეს არის მთავრობა, რომელსაც ყავს კონსპირატორი იდეოლოგია. ხო, ის კი არა რომ აი თქვა მთავრობა რაღაცას ნორმალურად რაღაცა ნორმის მეინსტრიმის ფარგლებში ლაპარაკობს და აქ ვიღაცა იდიოტი შათირიშვილი ყავთ ან რაღაცა სხვა იდიოტი შალვარამიშვილი. არა. ხო, როგორც ერთი პერიოდი იყო. ხო, როგორც ერთი პერიოდი, ხო, ნუ როცა ის გამოგა რაღაცა ხო, ხომ და ყავდეს რაღაცა, ნუ შენ თვითონ აშკარა საძაგლობა ხარ, მაგრამ რაღაცა რესპექტი გიჭირავს და ყავს ჟირინოვსკი, დუგინი რაღაცა, ხო, ყავს მოლაპარაკე თავები, რომელიც შენ ურჩხულურ სახეს საიდანღაც პიჯაკის ჯიბიდან აჩენენ. არა, შენ თვითონ რო ხარ ესეთი რაღაცა მაიმუნობა რომელიცთან დასაცინია, თან არაფერი სასაცილო იმაში არ არის, რომ არასდროს სამთავრობო სექტორს კლავენ, მედიას კლავენ, ადამიანებს ქუჩებში დაძდევენ, ადამიანებს ასახიჩრებენ, ჩვეულებრივი მოძალადე ორ რამეზე დგანან, ძალადობა და პროპაგანდა, ხო და ის პროპაგანდაც ძალადობა არის, იმიტომ რომ ის პროპაგანდა არის ორიენტირებული ადამიანების მიქსევაზე, ფიზიკური ძალის ძალადობისკენ მოწოდებაზე, ანუ ეს საშინელი მონსტრი, რომელიც არსებობს, თან სიცოცხლის უნარიანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რომ ეს მონსტრია. რაღაცნაირად შევეჩვიეთ, რომ ეს არის რაღაცა საძაგელი მოვლენა, რომელიც რაღაცა დროებით ჩვენ სათავეში არის. არაფერი დროებით სათავეში არ არის. ეს ეგონათ დროებით სათავეში ძალიან ბევრი ხო, ამასაც შევცვლით ეკას უყურში ჩამოსვლით ეს ფრაზა. კი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მოდი ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, შევცვლით. იმიტომ რომ ეხა ძალიან ბევრი რამეს ვკარგავთ. კი, წარმოიდგინე, ანაქრონიზმი არის. ყველა ზიანს გვაყენებენ. ანაქრონიზმი არიან, შეიცვლებიან, რა თქმა უნდა და რაც უფრო დიდხანს და რაც უფრო ძალადობით გაძლევენ, მით უფრო მტკივნეულად შეიცვლებიან. ეგ აქსიომაა ჩვეულებრივი, მაგრამ ამ პერიოდში რა პერიოდსაც ახლა ჩვენ ვკარგავთ საერთაშორისო თვალსაზრისით შესაძლებლობის ფანჯარას, საზოგადოების განვითარების ტემპით, რაღაც საზოგადოებრივი კონსოლიდაციით, სამყაროში 1000 რაღაც ხდება, 1000 რაღაცაზე უნდა ვიფიქროთ, 1000 რაღაცაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, განათლებაზე, რა ვიცი, დემოგრაფიაზე, ეკონომიკაზე და ჩვენ ვკარგავთ დროს იმაზე, რომ ჩვენივე სათავეში ჩაბუდებულ სასაცილო მონსტრებს უნდა გამოგვლიჯოთ ქვეყანა ხელიდან, მაგრამ უნდა გამოგვლიჯოთ, სხვა გზა არ არის ხა. დისტანციიდან რო უყურებ ეს ქვეყანა რა უბედურებაშია ჩავარდნილი, ხო რომ ქვეყანას ყავს მთავრობა, რომელსაც ოფიციალურად გამოცხადებული ყავს დასავლეთი, რომელზეც უნდა ვიყოთ ორიენტირებული მტრად. ეს დასავლეთის გამოცხადება მტრად არის ოფიციალური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რომელიც უტიფრად, უძდელად ღირსების შემლახავად ეურთიერთება ყველას ვიზია ჩვენ 30 წლიანი დამოუკიდებლობა დგას და არის სრულ მორჩილ მონობაში ქვეყნის ოკუპანტთან. ანუ ყველაფერი არის სარკისებრულად უკუღმა შეტრიალებული, ყველაფერი როგორც უნდა იყოს ქვეყანაში იმის საპირისპიროდ არის. და ეხლა იმაზე თუ რა მდგომარეობაში ოპოზიცია მე კიდევ ვილაპარაკებთ, მაგრამ აი ნელ-ნელა ხდება, ანუ ოპოზიციაშიც ხო ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ნელ-ნელა უნდა გააცნობიერონ ის, რომ ეხლა არაფრის დრო გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად ყველა რესურსი ძალა მობილიზდეს, გაერთიანდეს იმისათვის, რომ ამ მდგომარეობიდან ქვეყანა ერთობლივად გამოვიყვანოთ და
მერე ვარკვიოთ იდეოლოგიური განსხვავებები, მერე ვარკვიოთ გემოვნებითი განსხვავებები, მერე ვარკვიოთ კოალიციური სიმპათიები და ასე შემდეგ. ანუ მოედანი პოლიტიკის უნდა განთავისუფლდეს. დღეს მოედანი დაკეტილია და იმ მოედანზე მერე შეჯიბრში ვინ რას გაიმარჯვებს, მაგას გამოაჩენს წესიერი პატიოსანი ან მეტნაკლებად ნორმებში ჩამჯდარი შეჯიბრი. ხო, დღეს შეჯიბრი საერთოდ არ არის. დღეს გველეშაპივით წყაროს აზის ერთი გველეშაპი, რომელსაც აქვს ფული უფრო მეტი ვიდრე მთელ ქვეყანას, რომელსაც აქვს მოძალადე ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ანუ ყველა რესურსი ხელთ, რომ ეს ქვეყანა ჩაგროს და მომავალი წაართვას, რასაც აკეთებს ჯეჯირობით წარმატებულად და ერთადერთი რაც არის ეს საზოგადოების პროტესტი, საზოგადოების ხმამაღალი ხმა და ის რომ რა ვიცი ახალგაზრდა სტუდენტი დაწყებული, ხელოვანი დამთავრებული, ყველას აღმოაჩნდა რაღაც შინაგანი ძალა, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწევს, რაც ასევე დასაფასებელია და არანაირად არ ვიტყოდი რომ თან აი ამორალიზმე, მქოცების და პროპაგანდის, რომ აი ანუ ზურა ჯაფარიძე ამ შემთხვევაში კიდე რაღაცა სიმბოლური ფიგურაც არის. ზურაზე საერთოდ რა აი ჯერ ანუ აბსურდი დაიწყო იმით, რომ ყოფილი ხელისუფლების გამოძიებას ვიძიებთ, დანაშაულებს ვიძიებთო 2012 წლამდე, ხო? ნუ რაღაცა ზურა დაიბადა. რაღაცა ვადების ლოგიკა მე გააგზავნეს 2025 წლამდე. თუ რაღაცას იძიებ, უკვე იძიებ მთელ ოპოზიციას. ანუ მაგრამ მე მაგ აქცენტის არ მიმართ. არა, ზურა რომელიც ანუ არა, სხვა რამეს ვიზარ, სხვა რამეს ვიზარ. რა მნიშვნელობა აქვს და ის მნიშვნელობა აქვს, რომ ვინც იყო კომისია ტიპების დეკლარირებული მიზანი, აი შეკრებილი ჯგუფის რომელიც კომისიას უწოდებს თავს, ამათი დეკლარირებული მიზანი რომ უბრალოდ ვინც ოპოზიციაშია, ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ოპოზიციაში ყველა მოაყოლო ანუ დაჭერა უნდა და დაიჭირეს ანუ როგორ დავიჭირეთ ოპოზიციის წევრები, ოპოზიციის ლიდერები. წინა ხელისუფლებაში იყავი, არ იყავი წინა ხელისუფლების დროს არასამთავრობოში საერთოდ და ხელისუფლებაში პარტიაში შევიდა და არჩევნები რო წააგო ნაციონალურ მოძრაობამ და არა პროპაგანდას ვამბობ, გიგი, პროპაგანდის ამორალობა და სიმყრალე იმაში არის რომ რა შეიძლება აჭამო ადამიანს ესეთი მყრალი რაღაცა როგორ შეიძლება აჭამო მაგას არავინ არ ჭამს აქ ლაპარაკი იმაზე ზურას იჭერდა ამ დროს იქ ყველაზე მართლა თუ ვინმე დანაშაულს აკეთებდა ქვედა ზედა თუ შუა რგოლებში ან ფულს აკეთებენ ან პარტიაში არიან და ან მურუსიცის სახით მას რა სასამართლოს მართავენ გავიგე მაგრამ ეგ არასწორი აქცენტია თქო ეგ რომც ეგრე იყოს და ზურა ჯაფარიძე იქნებოდა თუ არ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის დროს რაიმე თანამდებობაზე აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის იმასთან მაგ კომისიაში მიხვდა მაგ კომისიაში მნიშვნელოვნად არ შეიძლება ბევრი სხვა რამის გამო ეგ არის გავიგე მაგრამ ეგ მაგ პროპაგანდა გაგრძელება არის სადამდეც რა ქვია მაგ პროპაგანდა არის ხელისუფლების პროპაგანდის გაგრძელება თქო ამიტომ არასწორი აქცენტია თქო მე ხშირად ვხედავ მაგას არასწორი აქცენტია იქ მისვლა არის თვითონ შეუძლებლობა გინდა რამ მნიშვნელობა აქვს მე ვიყავი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მაგრამ არ მივდივარ მაგრამ რა მეკუთვნის დაბარება ანუ მეკუთვნის და უბრალოდ იმიტომ არ მივდივარ რომ ხოში არა მაგ არა მაგას მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა თანამდებობაზე იყოს იქ მისვლა გინდა თანამდებობაზე ყოფილიყავი და გინდა შეხებაში არ ყოფილიყავი ის არის იქ მისვლა არის დაუშვებელი რა გასაგებია მაგაში თავწები მაგრამ მეორე მე ლაპარაკობ თავის მომხრეებს გასაგები არგუმენტია კაი, ეხლა ძალიან საინტერესო სტატუსი მოკლე სტატუსი დადო გიან ნოდიემ და მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ და მე გადავიდეთ ოპოზიციას რომელიც თავარი სალაპარაკო თემაა რომ დიდი ხანია ბრძოლა ქართულ ოცნებასა და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში რესურსებით და ძალით ქართული ოცნება იგებს მორალურად ის აგებს არავინ იცის როდის და როგორ შეიძლება გადავიდეს მორალური ძალა პოლიტიკურში, მაგრამ ვიცით რომ ეს ხდება. ამის მაგალითები უამრავია, ერთ დღეს შეიძლება სხვა რეალობაში გავიღვიძოთ, ხო? ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, თუნდაც წინასწარ არ ვიცოდეთ კონკრეტულად როდის და რა ფორმით გამოვლინდება ის. ვერავის მოუწოდებ პრინციპის გამო ციხეში წავიდეს. ყველას ბრძოლის თავისი მეთოდები აქვს. მაგრამ ის რაც ზურა ჯაფარიძემ გააკეთა, არის კიდევ ერთი მორალური შემოლაწუნება რეჟიმს. მზია ამაღლობელის სილა სხვა იყო, ზურა ჯაფარიძის სხვა, მაგრამ ლოყა ბიძინა ივანიშვილის არის ორივე შემთხვევაში და ორივე შემთხვევაში აეწვა ეს ლოყა. ხო, აი ორივე შემთხვევაში ხედავთ რამდენად ეშინია. ერთხელ ხო ჩანს რომ ძალიან დიდი ძალა აქვს თითქოს ქართულოცნად, მაგრამ აი გუშინ რაც ვნახეთ, ისე როგორც რა ქვია, ამაღლობელის სილა, რომელმაც ასე შეურაცხო თურმე პოლიცია, ამავე დროს ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რა ქვია, როგორი შიში არის. ეხლა გუშინ მაგალითად წარმოუდგენელი რაოდენობა იყო პოლიციის, რომელიც იცავდა, რომ უბრალოდ შიდა ეზოშიც კი არ შესულიყვნენ სასამართლოში ადამიანებს.
მე ნახეთ კიდე როგორ გრძელდება შიში და ტერორი. შიში და ტერორი, რომ აი დღეს წავიკითხე რომ თურმე ზურა ჯაფარიძეს არაძლევენ უფლებას რომ წერილი გამოატანოს ვიღაცას. როგორ ეშინიათ? ხო, რასაკვირველია, საოცრად ეშინიათ. ჩვენ შეგვიძლია ხა მე როდესაც ოპოზიციაზე გადავალთ საუბარში ვთქვათ რომ ოპოზიცია გარკვეულწილად ჩიხშია, მაგრამ ამავე დროს ეს ხელისუფლებაც ჩიხში არის, იმიტომ რომ მართლა როგორც უკვე ითქვა, აქ დაწვეს ყველა ხიდი და ფაქტობრივად არიან იზოლაციაში, აი სადღაც რო გამოჩნდებიან უცხოეთში, მაგალითად ამას მათი პროპაგანდა აწოდებს, რომ ვაიმე ხედავთ, რა ქვია, მიგვიღეს, შეგვიშვეს, ადამიანებად ჩაგთვალეს, ამ დროს ხედავთ, რომ ფაქტობრივად მათ არავინ არ ელაპარაკება. მეორე მხრივ თვითონ კარგად იციან, რომ საქართველოში მოსახლეობის მართლა სრული უმრავლესობა არის პროევროპულად განწყობილი. ვერ ბედავენ რომ თქვა რომ ჩვენ საერთოდ ევროპის წინააღმდეგო. კი, ყოველდღიურად აგინებენ ევროპას, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ გამოუცხადებიათ რომ ევროპის წინააღმდეგე არის. ისინი ამბობენ რომ ეს deep state-ის ევროპა არ მოსწოთ, თორე ორბანის ევროპა ხო მშვენიერი, აი ორბანისნაირი ევროპა გახდება და გერმანიაში რომ AfD იყოს, ყველაფერი კარგად იქნება, მათ წარმოადგენთ. ისე დაახლოებით როგორც ტრამპის იმედი ჰქონდათ, რომ ოციანურამდე გავძლოთა და აი მერე ნახეთ რა კარგად იქნება. როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება და ასე შემდგომ. და აი მაგალითად ცოტა უცხოეთზეც რო ვილაპარაკოთ, ძალიან საინტერესოა, რომ 27 მაისს დაიწყება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, ეს ევროპის კავშირის ისტორიაში შეიძლება პირველად მოხდეს, რომ უნგრეთს ჩამოართვა ხვის უფლება. აი ხმის უფლება თუ ჩამოართვეს უნგრეთს, მე ვნახოთ, რა ქვია, იგივე სანქციებთან დაკავშირებით და სხვა თემებთან დაკავშირებით, უკრაინა იქნება ეს თუ საქართველო იქნება, როგორ მდგომარეობაში ჩავარდებიან. ანუ ფაქტობრივად აი ეს შიში, იმიტომ რომ უბრალოდ აღარ იციან რა გააკეთონ. რჩევლები ყავთ, რომლებიც ეუბნებიან, რომ ერთი ნაბიჯი უკან არ გადადგათ, მიაწექით, აწვევიან, მაგრამ ეს წინააღმდეგობაც არ ჩერდება და ძალიან ეშინიათ, იმიტომ რომ არ იციან რა ელოდებათ მომავალში. მეორე ამბავია, რომ უბრალოდ მეორე მხარეზე შეგვიძლია გულახდილად ვთქვათ, რომ არ ჩვენ ვართ ძლიერები, არ გულისხმობ მარტო ოპოზიციას, საზოგადოებასაც. და ეს გვაქვს პრობლემა რასაკვირველია, როგორც სულ იმას ვამბობ ხოლმე, ერთადერთი რაც ლენინმა იცოდა, რევოლუციები როგორ ხდება, ძალაუფლება რას ნიშნავს და ასე შემდეგ და ლენინის ცნობილი სიტყვები რომ ქუჩაში იდო ძალაუფლება და არავინ არ იყო ვინც აიღებდა. ოღონდ რევოლუციამდე 3 თვით ადრე ამბობდა რომ ჩვენი შვილიშვილები ვერ მოესწრებიან, რომ რუსეთში რევოლუცია. არავინ არ ვიცით საერთოდ რა ქვია ერთოდ ეხლა გლობალურ კონტექსტში შევხედოთ, ნამდვილად სულ ამაზე ვლაპარაკობ ხოლმე, რომ დროთა მიჯნაზე ვიმყოფებით. საერთოდ როგორ განვითარდება მსოფლიო, საითკენ მიდის ყველაფერი ძალიან რთული განსასაზღვრია, რასაკვირველია და ეს ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება, რასაკვირველი ჩვენზეც იქონიებს გავლენას და აი თუნდაც წელს კიდე რა გველოდება, იმიტომ რომ აი უბრალოდ ჩემი ესეთი არაფერს არანაირ ანალიზს საბოლოო ჯამში ეს არ ეფუძნება, მაგრამ რატომაც გონია რომ ეს გადამწყვეტი წელი არის წელს ეს 25 მრავალ მხრივ ჩვენთვისაც მათ შორის და რა მაინც რა ანალიზს ეფუძნება? არა, არანაირ ანალიზს. აი ეს როგორ გარკვეული გრძნობა ხო გაქვს. მე კონკრეტული მას შემოგთავაზებთ, ეხლა თუ ცოტა საერთაშორისო წელს გადავედით რუსეთის უკრაინაში ომზე რა ფაზაშია, ხო? პოლიტიკურ ნაწილს ჩვენ უყურებთ, ეგ მოლაპარაკებები ჩავარდა, არ ჩავარდა, იწელება პუტინი ტელეფონით გადაკაჭავს ტრამპს და ეს რაღაცეებშია, ხო, მოკლედ, მაგრამ არსებითად სიტუაცია რა არის? რუსეთს აქვს ეხლა ბოლო სეზონი მათ შორის დროის გაწევის, კი არა, სამხედრო თვალსაზრისით თუ რამის წარმატების მიღწევა მას შეუძლია და ეხლა მას წარმოდგენა აქვს პუტინს რომ წარმატებას მიაღწევს, ეხლა მოდის ამის სეზონი. ესე მომდევნო თვეები ომში იქნება გადამწყვეტი. ანუ შემოდგომამდე თუ არაფერი არ შეიცვალა, ხო, და მე დარწმუნებულია რუსეთს ასაკეთოთ ვერ შეიცვლება, ხა თეორი სოფელი იქით აქეთ ამ შემთხვევაში დიცურათში არაფერს არ შვება. უბრალოდ მისი წარმოდგენა არის რომ რაღაც მომენტში ეს იქნება წლის ბოლოს ან გაისად იქნება ესა და მანამდე რაც შეიძლება მეტი მიწა დაიპყროს რომ ობიექტურად ძლიერი პოზიციით შევიდეს შესაძლო მოლაპარაკებაში მაგრამ და ამიტომ ეს მომდევნო ამ თვალსაზრისით სწორი შეგრძნება გაქვს
ომის ესე ვთქვათ კონტურები გამოიკვეთება დასრულების იქითაც წლიდან. ამიტომ ეს წელი ხო, მანამდე სამწუხაროდ ჩემი გაგებით არის, თავარია რომ ეს დახმარება არ შეჩერდეს და იმ სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება არ შეჩერდეს, მაგ თვალსაზრისით არის ხა, ესე ვთქვათ, ღია საკითხია, რუბიოს ბოლო განცხადება იყო, რომ არსებული ძველი პაკეტი მიდის შეუფერხებლად, სხვათა შორის უფრო უკეთესად ვიდრე ადრე მიდიოდა, მაგრამ იმ ნაწილში რა იქნება მომავალი, ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ მანდაც გასაგებია, მაგრამ მოთხოვნებს აღენებს პუტინი, რომელსაც ვერ შეასრულებენ თუნდაც ბუფერული ზონა. ეს საინტერესო ხა ერთი ეს წელი მაგ თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ბოლო გაფარტყალებაა სამხედრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ იქით ამ ხარესაც რუსეთის ხარეს რესურსი იწურება, მათ შორის სამხედრო მეორე კიდე დავამატება ამას, სხვა შორის საინტერესო იყო ამ კონტექსტში, რადგან ეს მაშინ მომწუროთ ეს ჩვენს გვეხება. ჯეიდი ვანსის განცხადებაც ძალიან საინტერესო იყო, ძალიან სახეშეცვლილია ბოლოს, ორი რამ თქვა ცოტა ხნის წინ შეხვედრაზე, რომ მნიშვნელოვანია ევროპელებთან მჭიდრო ურთიერთობა და მეორე თქვა, რომ პუტინი ძალიან ბევრ რამეს ითხოვს. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ჯეიდი ვენსის მაშინ როდესაც ვიცოდით მისი, ანუ ნახეთ მისი პირველი განწყობები და როგორ მან ხა გამოიკვეთა უკვე ორი სუბიექტი, ვენსი და რუბიო, რუბიოს მას შემდეგ რაც ჩაბარდა ეს ეროვნული საფრთხეების საბჭო პრაქტიკულად საგარეო პოლიტიკის მთავარი წარმმართველი ფიგურა გახდა თეთრსახლის ნაწილშიც და საგარეოს ნაწილშიც ისა, მაგრამ ორი სუბიექტია, ორი განსხვავებული შეხედულებებით, ვენსის შეხედულებები სამწუხაროდ რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ორი თავმნიშვნელოვანი რატოა? კი, რატოა მნიშვნელოვანი? ხო, იმიტომ რომ რეალურად არაფორმალურადაც კი ამისგან ფორმალურადაც ეს ორი ადამიანი მომავალ ესე ვთქვათ რესპუბლიკურ კანდიდატებად არის დასახელებული. ხა იქამდე ძალიან შორია ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არა მანაშედა პოლიტიკას დაუბრუნდებოდა ხო რაღაცა მინდა მესხვა. იცი რა არის აი რუსეთი როგორც ასეთი, როგორც იმპერია არის აბსოლუტურად ძველი ტიპის სახელმწიფო თუ ფორმირება. ხო და ამიტომაც არ შეიძლება ეს ერთჩვენიერ დღეს ძალიან სერიოზულად არ შეყანყალდეს. ეს არის აბსოლუტური წარსული. ამიტომაც რა ქვია, ეს აუცილებლად შეყანყალდება. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ისე გვეჩვენება, რომ თითქოს ძალიან ძლიერია, მიუხედავად სანქციებისა და ასე შემდეგ, დიდად ვერაფერი ვერ დაუშავეს, მაგრამ აი არსებობს ისტორიაში რაღაცა გარკვეული ლოგიკა და არ შეიძლება რომ ეს რაღაცა მომენტში სერიოზულად არ დამთავრდეს. მეცაც გეტყვით. ისევ აი დაახლოებით გრძნობების დონეზე რომ ეს ომი პუტინმა რო დაიწყო, მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც იგივეს ვფიქრობ, რომ ეს არის ბოლო გაფარტყალება იმპერიის იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს მოკვდეს. ინვაზიანების ხო. იმიტომ რომ ვერ ყვდებოდა ეს იმპერია, აი გრძელდება საბჭოთა კავშირის სიკვდილის შემდეგ ეს რაღაცნაირად და აი რაღაცნაირად უნდა ამ იმპერიას რომ მოკვდეს. რომ გადავიდეს რაღაც ახალში. ასე რომ ეს რო დამთავრდება, რასაკვირველია, აქაც საქართველოსია ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. მე ზუსტად მაგ მომენტში მინდოდა დაბრუნება ამ ომის დაწყების მომენტში, ცოტათი კიდე უფრო ადრე ეგრეთ წოდებული დეკემბრის ულტიმატუმი, რომელიც პუტინმა 21 წელს წაუყენა დასავლეთს, კოლექტიურ დასავლეთს. და პრეტენზია რა იყო, რომ 97 წლის საზღვრებამდე დაიხიეთ უკან ნატოს, ანუ გაიყვანეთ ჯარები 97 წლის საზღვრებზე, ანუ წარმოიდგინეთ სიგიჟე მაქსიმალური მოთხოვნა პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან გაწიეთ ნატოს ჯარები და ნუ უკრაინა და საქართველო რა თქმა უნდა ჩვენ კონკრეტულად ვიყავით ნახსენები ამ ულტიმატუმში და მოკლედ ამას მოყვა შეჭრა, ხო? ამას მოყვა შეჭრა, ამას მოყვა უკრაინელების მართლა გვირული წინააღმდეგობა, რომელზეც დგას დღეს მთელი რეგიონი, ანუ მთელი რეგიონის თავისუფლება, მისი განცდა რომ შეიძლება რუსეთის გავლენის სფეროს დავეხსნათ, არის დღეს უკრაინელების გვირული ომი. ამიტომ არის უკრაინის გვერდში ყველა, ვისაც კი ოდნავ თავის ქვეყნის სიყვარული და პატივისცემა. ვისაც თავისუფლება უნდა. ვისაც თავისუფლება უნდა, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, რა ვიცი, ყველა. და ჩვენ წესით ესე უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ საქართველოს გააკეთა ნებაყოფლობითი არჩევანი ბოროტევის მხარეს, ანუ პირდაპირ პირველივე დღეს, მეორე დღეს ღარიბაშვილის განცხადების მერე და მთელი ეს პერიოდი დღეს ღიათ ამბობენ, რომ უკრაინის მარცხი ჩვენი გამარჯვებაა, ანუ ამას ღიათ და დიდი სიხარულით უყურებენ, როცა რუსები იმარჯვებენ სადმე. ეს უკვე დღეს უკვე ძალიან ღიათ არის, მაგრამ პირველივე დღიდანვე უკვე ყველა გრძნობდით, რომ გააკეთეს არჩევანი რუსეთის, ანუ ფსონი გააკეთეს იმაზე, რომ მართლაც პუტინი მოიპოვებს აი ამ გავლენის სფეროს თავიდან.
ეხლა ეს ომი მიდის ფაქტიურად პუტინი ამ გავლენის სფეროს ვერ მოიპოვებს უკვე ცხადია. ნუ ხო პოლონეთი და ჩეხეთი კი არა, პაკროვსკი ვერ აიღეს ბოლო 6 თვეა ხო პატარა სოფელი არის და ანუ წინწაწევა რუსეთს არ აქვს. წინწაწევის მაგივრად სუმიდან გავიდნენ, ჩერნიგოვიდან გავიდნენ, ხერსონი დაკარგეს, ხარკოვიდან გავიდნენ. ანუ ომი რუსეთმა შეყო თავი ისეთ ომში, რომელთაც სამხედრო თვალსაზრისით იმ მიზნებს, რომელიც ულტიმატუმში წააყენ, იმას ლაპარაკი აღარ არის პირიქით. ფინეთი და შვედეთი. ეხლა ლაპარაკია, რაღაცა წინ ოდნავ წაიწევს ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენ რა საფრთხე გვაქვს. ჩვენ რა საფრთხე გვაქვს. ჩვენ გვაქვს საფრთხე, რომ თუნდაც უკრაინა გადარჩეს და ამ საბოლოოდ რაღაც სახის სამშვიდობო ხელშეკრულებიდან გამოვიდეს გაძლიერებული სუვერენიტეტით, გრძელვადიანი გარანტიით უსაფრთხოების, ჩვენ შეიძლება ამას ვეღარ მივებათ. ჩვენ შეიძლება უკრაინასთან ერთად ვეღარ გავაღწიოთ და ჩვენ დავრჩეთ ამ გავლენის სფეროში. ანუ იმ პატარა მინიმალურ გავლენის სფეროში, რომელიც პუტინს აი ამ ჯახის შედეგად, მარცხის შედეგად შერჩება, ჩვენ შეიძლება იქ შევრჩეთ, თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ. საზოგადოება და ოპოზიცია. ზუსტად აი ამიტომ მინდოდა და ოპოზიცია სხვათა შორის დასავლეთში ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე ამაზე ხო? ლოგიკას და ფსონს თუ გავყევით ივანიშვილის ფსონი ზუსტად ეს იყო, რომ პუტინი შევიდა ისეთ ომში, რომ ასე იქნება თუ ისე იქნება საქართველოს მისი იქნება და მოდი მე ვიქნები ის საქართველოს რომელიც იქნება რუსეთის მხარეს ანუ მისი ფსონი რუსეთზე მთლიანად ანუ ჩვენ უნდა ხა გამოვიღოთ და როგორც საზოგადოებამ უნდა როგორც ახლა ვიბრძვით და კიდევ უფრო აქტიურად და ოპოზიციამ ყველამ ერთად ყველამ ვისაც თავის ქვეყანა უყვარს და თავის ქვეყნის მომავალი ეძურფასება ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ საერთაშორისო კონტექსტი დადებითად დაალაგდეს ჩვენ შეიძლება რკინის ფარდის იმ ხარეს აღმოჩნდეთ სადაც ღმერთმა დაგვიფაროს აღმოჩენა ეს არის დრამატული ჩვენ რომ ვიცოდეთ ეხლა რომ აი უკრაინა თუ გადარჩება ავტომატურად რუსეთი ჩამოიშლება არანაირი გავლენის სფერო აღასად აღარ ექნება და ჩვენ ავტომატურად გავძვრებით არ არის ეს მოცემულობა for granted რომ ამბობენ. იმიტომ რომ შეიძლება ეს ნგრევა რუსეთის მართლა ძალიან დიდი ხანი გაგრძელდეს და მანამდე საქართველოს თუ მოხდა ამ წყვდიათში. მაგრამ ბევრად უფრო გაგვიადვილდეს ეს თქვა. ბევრად უფრო გაგვიადვილდება ამოცანა. ხო და აი ზუსტად მაგაზე ეხა ამიტომ მინდოდა დასავლეთი რომელიც უკვე რუსეთის ასე ვთქვათ შეკავების მერე ცოტათი მაინც იერისზე იქნება გადასული, აი ამ ტალღის დაჭერა ჩვენმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ უნდა შეძლოს. კი, აი აქ მოვედით ახლა. ანუ აქ ძალიან რამდენიმე შრია. ერთს ქართული ოპოზიციის გასამართლებლად ვიტყვი იმას, რომ ახლა დემოკრატების მდგომარეობას რო უყურებ ამერიკაში, როგორც ჩამოიშალნენ ამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ და დეზორიენტირებულები არიან, აი მაშინ ვიფიქრე, რომ ქართულ ოპოზიციას კიდევ კარგი ძალა და შემართება ქონია, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში ამხელად ბევნის პირობებში და მათ შორის საზოგადოების მხრიდან დიდი წნეხის პირობებში, რომ აქ სცენაზე არ ახვიდე, პოლიტიკოსები აქ არ მოვიდნენ, იქ არ მივიდნენ და ასე შემდეგ, დაკომპლექსება ხდებოდა პოლიტიკოსების საზოგადოების რაღაცა ნაწილის მხრიდან, რაც იყო ყველაზე ცუდი ტენდენცია, რაც ბოლოს პოლიტიკოსების მხრიდან, რაც საზოგადოების მხრიდან იკვეთებოდა, თუმცა ამას თვითონ პოლიტიკოსებმა შეუწყეს ხელი, ჯერ ერთი რომ ამ დაკომპლექსდნენ თვითონაც და მეორე, ნუ რაღაცა, ანუ მისი ქცევით არ მიუციათ სხვა мотиваცია საზოგადოებისთვის, ხო? არ უჩვენებიათ, რომ თქვენ კი ასე არ გინდათ ჩვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ ჩვენ სწორად მივდივართ, სწორნაბიჯებს ვდგავთ, გაბედულებას ვიჩენთ და ასე შემდეგ, ნუ რაც დღეს თქვათ ზურა ჯაფარიძემ აჩვენა და ხალხს ეს მოეწონა. ხო, ნახეთ გამოხმაურებად ზურას მიმართ, ზურას გაბედული ნაბიჯის მტკიცე, მორალურად წელგამართული ნაბიჯის მიმართ, როგორი დამოკიდებულება იყო. მაგრამ ჩვენ რასაც ეს არის ფონი, რასაც ვხედავთ ეს არის ის რომ რაც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველა დიდი განსაცდელის მიუხედავად წინა ადგილზე გამოდის რაღაცა ეგოები და აი მასთან ვერ დავლაგდები, ამასთან ვერ დავლაგდი, ვერ მოვილაპარაკეთ და ეს არის ძალიან გამაბრაზებელი. აი რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში? რაღაც 30 საუკუნე ეგრეა ხო? აი რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში? მე მაინტერესებს პარტიები ერთად დასხდნენ, თან დასხდნენ ის პარტიები, რომელთაც გამოკვეთილი ერთნაირი ხედვა და ინტერესები და რატო არანებებენ თავს გახარიას, ესეც მაინტერესებს. ამ კაცმა აირჩია თავის გზა და საერთოდ ვერ ხედავ ოპოზიციურ გაერთიანებაში მის ადგილს, იმიტომ რომ ვერ ხედავ როგორც ფაქტობრივად დანებებულია ეს. ხო, ანუ მაგრამ როცა ეუბნები, რომ იცი რა, გახარია თუ არ შემოუერთდება ამ ერთობას, მაშინ ერთობა არ შედგება და კაცს აძლევ. კაც რომელმაც ყველგან აჩვენა ყველა შემთხვევაში, რომ უბრალოდ პროცესის ჩამშლელია. ესე პოზიციონირებს ამ ხნის განმავლობაში. აი ხა გიგი მითხარი, თუ გოკას ვკითხო როგორც უფრო შორიდან დამკვირვებელს. აი მითხარი გოკა.
ხო, ნუ ეგოები ახსენე შენ და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა ეგოები აქვთ ესეთი თან რა ეგოები აქვთ ესეთი? ეს არის დისკუსიის კულტურის არქონა, კონსენსის პოვნის კულტურა რო არა გვაქვს და ბევრი რამე. ბევრი რაღაცა არის. ანუ პირველ რიგში ვიტყოდი რომ როცა შიგნით აი პარტიულ პოლიტიკაში ასე ვთქვათ იხარშები, მე გამოვლილი ვარ ხო ყოფილი პარტიის აქტიური წევრი. რაღაცები ძალიან თავისთავად ცხადად გეჩვენება და პირიქით გონია რომ აი სხვებმაც უნდა გაიგონ ის რასაც შენ განიცდი და გზნობ და არა და უმეტესობა ადამიანები რომლებიც ამას გარედან უყურებენ დღევანდელ ქვეყნის მდგომარეობას მაგალითად გარედან უყურებენ ხო კი ბატონო ძალიან კარგად მესმის რომ ძალიან ბევრი ეგოა ძალიან ბევრი ჭიდილია ძალიან ბევრი წარსულის კონფლიქტია ძალიან ბევრი ისე და არც ვითხოვ და ვერც მოვითხოვ რომ ეს რაღაცა იყოს ერთობა მეგობრებისა რომლებიც რა ვიცი და არაფერზე არ იდაობენ ერთმანეთში ამას არც მე მოვითხოვ და მე მგონია არ ამგონია ლოგიკური გონიერი ადამიანი იყოს ვინც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს უყურებდეს და ასეთი განწყობით იყოს ხო არ ვითხოვთ გიყვარდეთ ერთმანეთი ერთობა ჩემი აზრით ნიშნავს იმას რომ რაღაცა მომენტში და აი ამ კონკრეტულ მომენტში და ახლა ესმოდეთ საერთო მიზნები ის მიზნები რომელიც საერთო არ არის გადადო გვერდზე კი ბატონო ეს პრობლემა არ არის იმიტომ რომ მომავალ პოლიტიკურ ბრძოლაში რა თქმა უნდა მე ყველას ერთად ვერ ვხედავ და მრავალფეროვნება ძალიან კარგი არის და ძალიან კარგი იქნება რაღაცა ეტაპზე მას შემდეგ რაც პოლიტიკა დაუბრუნდება ქვეყანას მას შემდეგ რაც ადამიანები დატოვებენ ციხეებს მას შემდეგ რაც ელემენტარულად აღდგება უფლება რომ ბიულეტენზე მეორე მხრიდან შავი მელნით არ ჩანდეს შენი არჩევანი მას შემდეგ რაც დაუჯელად არიბოგინებენ ნიღბიანი ტიპები და ადამიანებს სახისმძლებს არ დაუმტრევენ მას შემდეგ რაც მეტროში სისხლამდე არცემენ და დედას არ აგინებენ გოგოებს ხო აი ამის შემდეგ მოვა სიტუაცია როცა ამ პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ თქვათ იმ ნაბიჯის მე რომელიც ეხლა ერთობლივად უნდა გადადგან ერთმანეთთან დაპირისპირება ძალიან მწვავე კამეთის და იმ ანტიპათიის და იმ ჩაბუდებული ასე ვთქვათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიების გამოსხივებას რომელიც მათ ბუნებრივად მიაჩნიათ რომ ეს არის და ამას ვერ გაექცევი ეხლა არის მთავარი და ეხლა არის აუცილებელი ყველას ესმოდეს რომ ვარ ზუსტად იმ ვითარებაში თითქმის იმ ვითარებაში ყველა ერთად დავიღუპებით ან ყველა ერთად გადავჭერთ როგორც აი მოკლედ ვთქვათ ხო რაღაც არაფრის გამოგონება საჭირო არის 2011 წელი ბალოტნა აი ეს რო აიღო რუსეთში აი ეს მომენტი როცა მაშინაც ეხა ხო ვიღაცა იქ ნემცოვი, იავლინსკი, უდალცოვი და რაღაც ვინც გვახსოვს ეს გვარები. ნავალნი სულ სხვადასხვანაირი ხალხი იყო, სულ სხვადასხვანაირი დროშები, სულ სხვადასხვანაირი შეხედულებებით, საოცარი კონფლიქტებით ერთმანეთის წინააღმდეგ, ერთმანეთის მიმართ კომპრომატების ომების მწარმოებელი ხალხი იყო წლების განმავლობაში, მაგრამ იმ მომენტში რომ გაეცნობიერებინათ, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი, რომლის მერეც დადგება ის მომენტი, როცა ნემცოვს ქუჩაში მოკლავენ. ნავალის ციხეში მოკლავენ. დანარჩენებს ქვეყნიდან გააქცევენ. არც ეს ხმის ამოღების უფლება აღარ იქნება. მათი ყველა ჯიხურის დონემდე დასული ტელევიზიებიც კი იძულებულები იქნებიან ჰოლანდიიდან და რიგიდან იმაუწყებლად. ეს რო ცოდნოდათ მაშინ რომ ამ მდგომარეობაში იქნებიან. ჩვენ ხო ვიცით. ხო და აი ამას ვამბობ მე, ჩვენ ხო ვიცით რაც იქნება. ამიტომ მე მგონია რომ ერთი მაგიდა რომლის გარშემო შედგება რაღაცა და ეს ერთობაც უკვე ისე გაცვთა ამაზე ლაპარაკე, იმდენად ცხადია რომ ეს უნდა გაკეთდეს. იმდენად ცხადია რომ უნდა იყოს აი როგორც რაღაც რა ვიცი, აი ეროვნული მოძრაობის დროს ფორმალური იყო თითქმის ხო ეს რაღაც პარტიული სხვაობები. ყველა მიცოდა რომ არის რაღაცა ტალღა და არიან კომუნისტები და ამ ტალღამ ეს კომუნისტები და გადაანგრიოს. კი მე იმ ტალღის შიგნით უბედური ერთმანეთში ომი მოხდა და წავიდა, მაგრამ იმ ეტაპზე არავინ იმაზე არ ფიქრობდა, ხო? იყო ტალღა, იყო ბევრი ქვეყანა რო აიღო რა, არის ხოლმე რომ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები გადაწყვეტენ რომ რაღაც მომენტში გაერთიანდნენ, აი ინდოეთში ვიცით ამის მაგალითი, რა ვიცი, ირლანდიაში ვიცით ამის მაგალითი. ესეთივე მომენტია ახლა აქ რომ შენ ქვეყანას თავზე აზის მონსტრი, რომელსაც პოლიტიკა დაამთავრა და რომელიც ყველას ნელ-ნელა ესე მიუხედავად იმისა, შენ მისი პრემიერ-მინისტრი იყავი და სუპერძალოვან პრემიერ-მინისტრს გიძახთა თუ არა, ეხა კოკაინშიქს გეძახის და დაგიჭერს. შენ მიუხედავად ისე რომ NGO-შნიკი იყავი, აგერ დაგიჭირა. შენ მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკაში საერთოდ 2018 წელს მოხვედი, მანამდე ბანკირი იყავი, შენს დაგიჭერს. ყველას მოადგება, ყველას გადათქვიფავს, გადაამუშავებს და ამ ქვეყნიდან გააკეთებს ერთ დიდ ჩეჩნეთს, როგორც გიგი თქვა. რომელსაც კადიროვის ტიპის ბანდიტები, კადიროვის რაღაც ფორმიანი ხარებები
მე უბრალოდ ქუჩაში ხმას რო ამოიღებ, მოვლენ და გაგისწორდებიან ფიზიკურად. აქამდე მიდის ეს ლოგიკა, ის სიზული, რა დონეზეც აქვთ ამათ აწეული, სიზული, ეს პროპაგანდა, ეს რაღაცა შეთქმულების თეორია, ძალადობის წახალისება, ეს აგენტები, ხალხის მტრები, მოღალატეები, ხალხის მტრები, აგენტები. ეს ყოველთვის ამის ქადაგება, ხო, რა ვიცი, რუანდით დაწყებული, გერმანით დამთავრებული, ყველგან ეს ხდება. ჩვენ უნიკალური ხალხი არა ვართ. სიზულოს თუ იმ დონეზე აადუღებ, რომ ის გადმოდუღდეს, ის გადმოდუღდება. და ამით არიან დღეს დაკავებულები, პრაქტიკულად ამას აკეთებენ. და ეს უბედური მომდე მიიყვანს ქვეყანას თუ ყველა დანარჩენმა, ვისაც ეს არ უნდა, არ გაერთიანდა ამ მომენტში, ამ ამოცანის დასაძლევად. ამბობენ, რომ აი ჩვენ გვინდა მრავალფეროვნება, ჩვენ გვინდა საგნობრივი დებატები, როგორ არ გვინდა? მრავალფეროვნებაც გვინდა, საგნობრივი დებატებიც გვინდა, რა ვიცი, ცალკე განათლების კონცეფციაზე დავაც გვინდა, რა ვიცი, ქართული არმიის თუ რეზერვის მოწყობა, მაგრამ ეს საკითხები დარჩება თეორიულ მსჯელობად ქაღალდზე, თუ პოლიტიკა არ გაიხსნა, თუ სტადიონი არ გაიხსნა, თუ შეჯიბრი თქვენ შორის არ წავიდა, ვერავინ ვერ გავიგებთ, რომელს უკეთესი გუნდი გყავთ. შეჯიბრი არ არის დღეს სტადიონი დაკეტილია, ჯერ მაგაზე იზრუნეთ. ყველა ერთად დადექით კარებთან, დაამტვრიეთ ბოქლომი, დაამტვრიეთ ჯაჭვი, გააღეთ სტადიონი, გააგდეთ ის მონსტრი სტადიონიდან, მოიყვანეთ წესიერი მსაჯი და მეორე ითამაშეთ, კაცო. კარგი, ვინმე კი არ ეძახის, რომ ჩემპიონატები უნდა გაუქმდეს და ყველა ერთი გუნდი უნდა გახდეს. ჩემპიონატი იყოს, მაგრამ ჩემპიონატი იყოს, დახურულია დღეს სტადიონი. ეგ არის მთავარი პრობლემა. და ამის გაცდა თუ არ გაუჩნდა ყველას ერთად, თუ ძალიან ძიმე იქნება. აი ხლა რა ქვია, რეალობიდან რო გამოვიდეთ, ერთ მხრივ ყველას მე მგონი ეს ესმის, მაგრამ მეორე მხრივ აი ეხლა რაც იწყება და ამას სასაგურო პროპაგანდისტულად კარგად გამოიყენებს ქართული ოცნება არის ეს მაგალითად ადგილობრივი არჩევნები და ჩვენ ვხედავთ რამდენად განსხვავებულია სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის დამოკიდებულება ამის მიმართ. ნუ გადამრია ლაშა, ფაქტობრივად მთელ ახალის ყველა ლიდერს იჭერა, არა, სხვა რამეს ამბობ. ეხლა ამ მოცემულობაში კიდე ადგილობრივ არჩევნებზე ლაპარაკი როცა ახალი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვაძლევენ თემებს და იმ თემებზე არის ლაპარაკი, იქნება და არ იქნება სამწუხაროდ მაგრამ ვისგანაც იქნება, იმან უნდა მიიღოს საკადრესი პასუხი. კი ბატონო, არაფერს ამბობ, მაგრამ აი რეალობაზე საუბრობ, სამწუხარო რეალობაზე. იქნება ამაზე ისევ, რა ქვია, დიდი განსხვავებული აზრები, კი თუ არა, იმიტომ რომ ესეც ხო ჩიხური მდგომარეობაა მართლა, ეხლა მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ, ხო. თეორია აქვს, როგორ დაიწყებენ ამ ლაპარაკს. მაგალითად დაწყებულია თითქმის, ხო? დაწყებულია, მაგრამ მე და მე თურქული მოდელი. იმიტომ მოღლურო ციხეში გავიწყდება თურქული. იმიტომ რომ აი გასაკვირველია ძალიან ჩიხური მდგომარეობა. პარტია რომელიც არ იღებს რაღაც არჩევნებში მონაწილეობას, ეხლა უცხოელებსაც რო ვკითხოთ, ყველა გეტყვის რომ რატომ არ იღებთ მონაწილეობასო, ხო? ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ მეორე მხრივ ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღება, როდესაც არა მხოლოდ ციხეში სხედან ადამიანები, არამედ როდესაც აი ესეთი საარჩევნო გარემოა შექმნილი, ასეთი საარჩევნო კომისია, ეს ანუ ფაქტობრივად არანაირ შანსს არ გიტოვებს, ხო, თამაშ წესები არა, ყოველგვარი სამართლებრივი იქიდან გასულებია, მთელი ქვეყანაა გასული, ხო? მაგრამ მეორე მხრივ არ იღებ ამაში მონაწილეობას, ანუ შენი იღებ მონაწილეობას, მაინც მარგინალიზაცია მოხდება. ძალიან რთული და ძალიან პრობლემატური სიტუაციაა, რასაკვირველია. მაშინ რა უნდა გაკეთდეს ამის მაგალითად, როდესაც აი ეს დიდი პროპაგანდის ტალღა წამოვა და ამასთან დაკავშირებით იქნება რასაკვირველი აუცილებლად საუბრები და საუბრები იქნება ოპოზიციაში. კაი, მოყავი, აბა რა იქნება? ახლა მოდი ვთქვა, აი ვინ რას იტყვის და თუ დაემთხვევა. ვინმე სიტყვის რა უკვე დაწყებულია საუბარი, მაგრამ შეიცვალა გუშინ ჩვენ უნდა წავიდეთ თურქული მოდელით, უნდა გამოვაცალოთ ქალაქები. გამოცვალა იმამოღლუმ და დაიჭერეს ციხეში. კი, მე იქნება რომ ბევრად უფრო შეადარებ თურქულ არჩევნებს და ვერ შეადარებ, აი მაგრამ გაყალბებაზე ყოფილა ოდესმე სერიოზულ ლაპარაკი თურქეთში. მეორე ამბავი იქნება, კაცო. აი, მოდი სცენარი მრავალფეროვნება უნდა შევთავაზოთ და მრავალფეროვანი კანდიდატები უნდა იყო და მეორე ტურში ვითანამშრომლებთ, აი ეს იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ ერთ კანდიდატს ვისგან იქნება, მოდი პირდაპირ ესეთ გითხარ. არა, მაგაზე მე ხა არ დავიწყებ იმას, მოდი სხვანაირად შევხედოთ რა. აი შენ რო იძახი რა არის გასაკეთებელი, სად ვართ? ვართ ეს ბრძოლა არის განგრძობადი. და ეს იქნება, ეს არ არის. ჩვენ ვართ
ორი ძირითადი ისტორიული უახლესი ისტორიიდან გამოცდილება გვაქვს. ერთი გვაქვს 90-იან წლების დასაწყის გამოცდილება, მძიმე გამოცდილება, მეორე გვაქვს მშვიდობიანი რევოლუციის გამოცდილება, კარგი გამოცდილება და მესამე გვაქვს მშვიდობიანი ხელისუფლების ცვლილების გამოცდილება 2012 წელს. აი ამ იმეებში ვთამაშობთ, ესე ვთქვათ, აი ამ მოცემულობებში, ერთის გვეშინია, მეორე მოგწონს, მესამე გვინდა, მაგრამ მთავარი არის ერთი რაღაცა, რომ დღეის მდგომარეობით ამ ქვეყანაში უნდა გავაცნობიეროთ კარგად. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამპუტირებული ფეხივითა გვაქვს რა, განცდა გვაქვს, რომ ისევ ფეხი არსებობს და უნდა დავდგათ. ამ ქვეყანაში ამ დღეის მდგომარეობით არჩევნები არის გაუქმებული. არჩევნები აღარ არის, რაც გოკამ სწორედ თქვა, ის ასპარეზი, სადაც შეჯიბრი შეიძლება გაიმართოს. იქ შეჯიბრი აღარ იმართება, იქ ყველაფერი დახშულია. ეს არის ერთი მოცემულობა. ეს უნდა გავაცნობოთ, ეს არ ამოვა კვლევაში. მე იმ პარტიების გასაგონად მინდა ეს თქვა, რომლებიც კვლევაში რომ დასვავენ შეკითხვას, რომ უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც 60% ან შეიძლება 70-მაც ისევ ინერცია თქვა. ერთი რომ საზოგადოებრივი ინერცია ხალხს რო გეგმნა ამპუტირებული ფეხი, ჯერ ამბავი იმის შესახებ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში გარდაიცვალა, ბოლომდე პენეტრირებული არ აქვს, ბოლომდე ყველა ადამიანს გაგებული. მეორე ავტორიტარული და დიქტატურისკენ მიმავალი ქვეყნების სოციალურ კვლევებში ყოველთვის აი მაგალითად რო აიღო ბოლო კვლევებიც რუსეთში ნახავ რომ იქაც ოპოზიციამ უნდა მიიღოს სადღა ოპოზიცია კაცმარიც მაგრამ უნდა მიიღოს იმაშიც უნდა მიიღოს ბელორუსიაშიც იგივეა ამიტომ ეს რო ვიძახით რა დაგხვდება ეს სლაიდი დაგხვდება წინ და ეს სლაიდი უნდა გვახსოვდეს რომ ისიქნება სლაიდის გადახება მეორე არა ხო ეს ამბავია მე გეუბნები რეალობა შევხედოთ ეხა ეს რეალობა მე ეხლა სად ვართ ჩვენ აი ამ გრძელ მომქანცველ რა ვიცი 40 წლიან ბიბლიური ტერმინი რო ვიხმაროთ მომქანცველ თავისუფლების გზაზე კი ეს მომქანცველია და ის რაც პარალელურად ხდება ერთმანეთის მირტყმა, ერთმანეთის რაღაცა დამუნათება, ერთმანეთის გაქილიკება, ერთმანეთის გალანძღვა, ერთმანეთის წინააღმდეგ რაღაცა იდარყვების რტყმა და მთელი ამბავი მოკლედ, რასაც პარალელურად ხმებათ, განგრძობადი ბრძოლისთვის ეს ძალიან დამახასიათებელია, იმიტომ რომ ჩვენ მეორე ისა გვაქვს. აი ამდენი ხალხი გამოვიდა და სად გაუშვით ეს ხალხი ქუჩაში. აი ეს უკვე ვარდების რევოლუციის ესე თქვათ შვილობილი ხალხი არის ამითი აღშფოთებული, აღტაცებული ვარდების რევოლუციით აღშფოთებული და გაუშვი. უნდა გვესმოდეს რომ შევარნაძის ხელისუფლება მაშინ საერთოდ განსხვავებული მოცემულობა იყო და სამწუხაროდ ხელისუფლება მიუხედავად ბევრი გადახრისა ძველი ინერციებისა იმისა ამისა არსებითად მაინც უყურებდა დასავლეთს. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლების შედარება ჩვენ ხელისუფლება ადამიანებს რა თქმა უნდა ბევრი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საფიქრალი, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რაც არ უნდა დააბრალო, პირობითად რო ვთქვათ, სააკაშვილი დილას იწყებდა CNN-ის ყურებით, ეკონომისტის ყურებით, კითხვით, იმის ვიღაც უცხოელებთან რეკვით, იმითი ამითი და მას ნიშნავდა, რომ ის ამას უყურებს, ის ამას ანგარის უწევს, იმ სამყაროს ნაწილი, იმ სამყაროს ცხოვრება და იმ სამყაროს თავის წესები აქვს, ანუ მუხრუჭები არსებობს. ჩვენ დღეს ვარ სიტუაციაში, სადაც მუხრუჭები აღარ არსებობს საერთოდ. აღარ არსებობს არანაირი მუხრუჭი შესაბამისად სულ მთელი თბილისი რო გამოვიდეს ქუჩაში გამოვიდა შევიდა რა ვქნა მე ძმაო ძალა მაქვს შეხვალ უკან თუ არ შეხვალ რაღაცებს გესვრი დაგარბევ დედას გიტირებ და მე პასუხს არავინ არ მომთხოვს ამიტომ ეს მეორე იმაში ამიტომ მესამე არის ჩვენ გვეშინია კიდევ უფრო ადრინდელი გამოცდილების ანუ იმიტომ რომ რაც გოკამ თქვა რომ ხელისუფლებას იქამდე მიყავს საქმე რომ როცა დიქტატურასთან მე დიქტატურა შეიძლება თავისი შემთხვევით წაფორთხიალდეს როგორც წაფორთხიალდა მაგალითად ჩაუშესკო უცბად, მაგრამ როგორც წესი დიქტატორების თელი მსოფლიოში იყო ტენდენცია ჩაუშესკოს და მაშინ ეს დიდი ტალღის ნაწილი იყო. მნიშვნელოვანია. ეხლა ყველგან დახინულია. დიდი ტალღის ნაწილი იყო, თუმცა ეხლა გარდამავალ ეხლა სხვა სიტუაცია, ეხლა ამ აი მართლა გარდამავალში ვიგავები. მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ უკან ჩვენ ოპოზიციას. ამიტომ ოპოზიცია ჩვენ მდგომარეობას. რახანც ვართ აი ამ განგრძობად ბრძოლაში და მოდი ესე ვთქვათ, ყველა ეს გვერდითია უსიამოვნო ამბები, ზოგის იქი წერილია, იქ იმის პასუხია ის მოქმედებები. მე ამას გაგებით რა როგორ შეიძლება ეს მე მომწონდეს, რა თქმა უნდა არ მომწონს, მაგრამ ვცდილობ ამას ცოტა ზუმაუთით შევხედო, ეს ის თანხwebdriver ესე ვთქვათ, ნერვიულობებია, რომელიც აი ამ დიდ გამოწვევას
თან ახლავს და ამის გარეშე სამწუხაროდ არ არსებობს. ხა ნებისმიერი ახლოს რომ მივიტანოთ იგივე ეროვნული მოძრაობის პერიოდი რო ავიღოთ, არანაკლები გამოწვევა იყო, ხო? მაშინ იყო გამოსვლა, ეხლა არ შესვლა იმ იმპერიაში, ხო? მაგრამ ზუსტად იგივე პროცესებს ასევე ვხედავდით, არ მოწონდა საზოგადოებას, მაგრამ გეზი ესმოდა, გეზი მიდიოდა. ეხლა რახანს ვართ ამ განგზობად ბრძოლაში და ვართ რა ფაზაში. აი გუშინდელი დღე რატო იყო მნიშვნელოვანი რა? ზურა ჯაფარიძემ პრაქტიკულად რა ქნა რომ აი ადგა და კრატერში ჩახტა. აი ეს ფიგურალურად რო ვთქვა რა, აგუზგიზებულ ცეცხლში ჩახტა. ეს არის რა არის? მსხვერპლში ეს ანუ ფაქტიურად თავგანწირულითი ჟესტი, თავგანწირვა ხო არ ნიშნავს მარტო თავის მოკლას, ხო? შიმშილობა იქნება. ეს ესეთი ჟესტი, ანუ უკომპრომისო იზგვანა. მაგრამ ეს არსებითად არის მსხვერპლის ქმედება. ჩვენ, როდესაც გვიჭერენ, ვიძახით რომ ძლიერდებით, გვიჭერენ ვიღაც ძლიერდებით, ანუ მე რომ მსხვერპლი ვხდები, ზურა ხომ მსხვერპლი გახდა, დააპატიმრეს მის თავისუფლებაში. ის მორალურად გაძლიერდა, მაგრამ უნდა ისიც გვესმოდეს, რომ სულ მუდმივად მსხვერპლის პოზაში ყოფნით ვერ მოიგებ, იმიტომ რომ ამ სპორტს, რომელსაც დღეს ჩვენ მივსდევთ და რომელზეც ვსაუბრობთ, აქ თავის წესები. ის მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება და დამარცხებას ცნობს. და გამარჯვებული მსხვერპლი ვერ იქნები პოლიტიკაში, რელიგიაში შეიძლება იყო, მაგრამ პოლიტიკაში ვერ იქნები გამარჯვებული, სანამ ამ ფაზაში ხარ. ამიტომ ეს ვიქტიმიზაციის ფაზა შეიძლება სუიციდალურ ფაზაში გადავიდეს. და ეს მოხდა სხვათა შორის რომ გაიხსნა გოკამ ბალოტნაიას ამბავი. ეხლა ამას ნახეთ, დოშს ქონდა ესეთი კარგი ფილმი, ეხლა გადაღებული იმ ამბებზე. ამ გადმოსახედიდან რომ უყურებ და იქ იყო აი კუდრინი რომ მოვიდაო და იქ მე მარგარიტა სიმონიანი რომ მივარდა დოჟზე, ხო, რომელსაც არ ცნობდნენ და არ დადიოდნენ და აი ერთი ამბავი იყო და იმ საფჩაკი რომ გამოვარდა და მე ეშტოს წირაც და მაგრამ აინც მოვიდიო და რაღაცა აი ხან ყვებოდნენ რომ განცდა ქონდათ იმის რომ გადაწყდა განსაკუთრებით ის კუდრინი რომ დაინახეს, ხო და всё და მართლა რეალურად აი ამ 25 წლის მანძილზე ერთადერთი მომენტი იყო, როდესაც დატორტმანდა, მაგრამ არავინ იყო თქვათ ორგანიზებულობის, არაორგანიზებულობის იმის ამის გამო თუ რაღაცის გამო ესისა და ამისა, ძალაუფლების ამღები, ამ გაგებით არავინ არ აღმოჩნდა და შესაბამისად იმის მერე უკვე გავიდა აგერ 14 წელი და ამდენი უბედურება დააწვია თავკუთარ ხალხს და ყველა მეზობელს გარშემო. ანუ ეს გაშვებული, ამიტომ ჩვენ უნდა ისიც გვესმოდეს, რომ საქართველოს ბელორუსი ვერ მოხდება ის ამაყად ვამბობთ ხოლმე რომ შეიძლება ეს შეიძლება განგრძობადიც აღმოჩნდეს და ეს შეიძლება რამდენიმე წელი შეიძლება განგრძობადი აღმოჩნდეს და კაი ხანი იმ სიტუაციაში აღმოჩნდეთ როგორც რუსები და ბელორუსები არიან აღმოჩენილი. ამიტომ შანსი იმისა რომ იმისა რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა ამისი არსებობს. ამიტომ ხვალინდელ დღეზე გადადება ამისი არ შეიძლება. და ეხლა უფრო კონკრეტიკაზე ზოგადად კონკრეტიკას რაც შეეხება ამ წუთას ამ სიტუაციაში ჩვენ გამოწვევა გვაქვს ლაშამ აბსოლუტურად სწორედ თქვა ამ წუთას რა არის ჩვენ ვხედავთ რომ დიდი ფსონი აქვს ხელისუფლებას დადებული ამ ადგილობრივ არჩევნებზე ამ ადგილობრივ არჩევნებით უნდათ ცოტა წელში გასწორდნენ ანუ საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს რომ ჩვენ აჰა ესეც ის კი არ მოვიგეთ მარტო ესეც მოვიგეთ მეორე უნდათ უფრო არჩევნები და კიდევ და იქაც შიდა ამბები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი ამბები მიმდინარეობს და ეხლა ახალი ფორმაციის ქართული ოცნება იქმნება აი ამ მეორე გიჟის კობახიძის ქვეშ, ამიტომ მათთვის ეს ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია და რაზმულობისთვის და მოკლედ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია. ანუ იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან უნდათ, რომ ოპოზიცია დაიყოლიონ, შეათრიონ ამ თამაშში, სადაც ერთი წუთი. ამიტომ გეუბნები, ჩვენ ამ სურვილს ხედავთ. და აი როდესაც ამ სურვილს ხედავთ და ხედავთ ამ უმძიმეს რეალობას, როდესაც 50 კაცი დაჭერილია, დარბეული, დანგრეულია, ყველაფერი ნაბუქოდონოსორივით გადავლილია და პლუს ხედავთ რიტუალურ დაჭერას პოლიტიკური პარტიების, აქტიური პოლიტიკური პარტიების ლიდერების, ხო? ამან რა შეიძლება მოიტანოს? გარედან, ჩემი აზრით, ეს მოიწავს გარედან ეს მოიტანს, იმიტომ რომ თუ რამე ესმის დასავლეთს, ეს ესმის აი რაღაცა ესეთ კანონს, როგორც მარკერულ კანონს, როგორც მიიღებს ეს რუსული კანონი, ან ცხვირის პირისტრევა, ან პარტიის აკრძალვა, ან პოლიტიკოსების დაჭერა. მივხვდი? ამიტომ გარედან ეს მოუტანს კიდევ უფრო დამძიმებულ სიტუაციას, მაგრამ შიგნით ჩემი აზრით
მოხდება იმის პრევენცია, რომ ხა მე ვერ წარმომიდგენია რომელიმე პარტიამ აი ასეთ ვითარებაში, რომ არაფერი არ იცოდა და პირიქით ყოველდღიურად ახალი მსხვერპლს მიაქ ხელისუფლებას მონაწილეობა მიიღოს ვინმე. ამიტომ მაგრამ ჩვენ ხედავთ ამ გამოწვევას, ჩემი აზრით რა უნდა გააკეთოს დღეს ოპოზიცია. არ უნდა დაელოდოს ვინ რა პოზიციაზეა, უნდა სამოქალაქო საზოგადოებამ ყველა ვინც ასე ვფიქრობთ, პარტია იქნება, არა პარტია იქნება, ყველა ვინც ასე ვფიქრობთ, უნდა ერთის მხრივ უნდა შეიქმნას ამ არჩევნების ბოიკოტის საგამოვლო კომიტეტი და იმიტომ რომ ვინც მიიღებს მონაწილეობას პრაქტიკულად თავის ხორცმა ზედნადები ხდება ქართული ოცნების და მან ამის ფასი უნდა გადაიხადოს და ამ ესე ვთქვათ ბოიკოტის კომიტეტის თავარი ამოცანა უნდა იყოს ფართომასშტაბიანი ბოიკოტი რომ ხალხმა გაიგოს რატომ არ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა იმიტომ რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური პროცესი ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს იქნებოდა რთული მაგრამ შესრულებადი აბსოლუტურად არა რთული რა აქტიური ადამიანი ძალიან ბევრია არჩევნების ჩატარება ასეთ ვითარებაში და არჩევნების მონაწილეობა გაცილებით არის იმიტომ რომ აბსოლუტურად უშანსოა იქ მაგრამ ამას თავი დავანებდი მოკლედ ეს ერთი მხარე უნდა დადო მაგრამ მეორე მხარეც უნდა დადო ვინაიდან ხედავთ მაინც აზრთა სხვადასხვაობას და ვერ ჩავყრით ყველა ერთ პარტიას გასაგებია ყველას თავის ტემპერამენტი გემოვნება ბიოგრაფია შესაძლებლობები წარმოდგენები და ასე შემდეგ და საერთოდ ყველაზე დიდი პრობლემა ამ პარტიების დღეს არის უმსჯელობა, იმიტომ რომ გირაოს საკითხი იქნებოდა თუ სხვა ამ დაგვარი ტიპის საკითხები, აი ესე ჩვეულებრივად რომ იმისჯელო, წინ არაფერი არ უდგას და კონსენსუსი გაცილებით რბილი იქნებოდა, ვიდრე აი ის წვეტიანი დაპირისპირებები, რომელიც ყველა თემაზე მიდის. ხო და მოკლედ აი მეორეს მხრივ, ხო, ერთის მხრივ, ჩვენ ამ ქმნით საგაპის იმის რა ქვია ბოიკოტის კომიტეტს ადგილობრივი არჩევნების ან მეორეს მხრივ ვიკრიბებით და ვდებთ რა შეიძლება იყოს ის თეორიული პირობები ანუ ის კონკრეტული პირობები როდის შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა იმიტომ რომ ჩვენ ფართო სურათში ჩვენ ხო ხედავთ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია მაგრამ აი ამ განგრძობად ბრძოლაში მყოფ ხალხსაც ჭირდება ბრძოლის ალტერნატივები და ახალი ტალღის აგორების და მისი მასშტაბურობის ესე ვთქვათ ხელახალი გენერირება და როგორ უნდა ამიტომ ხო ჩიხშია ისიც ჩიხშია ესეც ხო ამიტომ უნდა ამას ძალიან შეგათრიოს ისე უფასოდ შეგათრიოს აი ამ თავის ადგილობრივ არჩევნებში რომ მე დედაგიტიროს იქ ბოლომდე დაგმარხოს ჩვენ ენაში ანუ რა შეიძლება მოდი ხა ვიმსჯელოთ რა შეიძლება იყოს ის პირობები რომლებიც პირველი რაც თავარი რა თქმა უნდა ყველა პოლიტპატიმარს გარდამოშვება იმიტომ რომ ამ პირობებში ხა კიდე ემატება არა თუ აკლდება ხო ამ პირობებში უბრალოდ მორალურად პოლიტიკურადაც ადამიანურად რამის არგუმენტი არ არსებობს რის გამო უნდა მიიღო იქ მონაწილეობა ეს ერთი მეორე საკითხი ყველა ის ბოლო წელიწად ნახევარში მიღებული კანონები რომლებიც ამათ მიიღეს რომელმაც არჩევნებსაც დედაუტირა ადგილობრივ კანონები და ყველაფერს მოკლედ აი ამ კანონების აბსოლუტურად გაჩერება გაუქმება დეზოლურება მესამე საკითხი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რატო შეიძლება მივიღო იმიტომ რომ მარტო პოლიტპატიმრები რომელიც უკვე დიდი მიღწევა იქნება იმიტომ რომ თვითონ ადამიანის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ მაგრამ ჩვენ ხო ვიცით თუ მარტო პოლიტპატიმრები ადგება პოლიტპატიმრებს ახლა ძროხს გამოუშვებს ახალს დაიჭერს და თავიდან გევაჭრება ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესია იმიტომ რომ ეს მორალური საკითხია მეორე ეს კანონები უბრალოდ თუ არჩევნებში მონაწილეობა გინდა უბრალოდ სხვანაირად აზრი არ აქვს იმ კანონებით და იმ წესებით რაც ახლა არის ამაში იგულისხმება ეს CSKO-ს შემადგენლობა ის ლაქამის ხმული კაცი და ასე შემდეგ ესა მესამე და მთავარი რატომ უნდა მივიღო თქვა ისო მონაწილეობა აქ შემოდის ეს საკითხი რომ ვერანაირი ადგილობრივი არჩევნები სულ იდეალურად ჩაატაროს ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში კრიზისს ვერ განხმურთავს იმიტომ რომ პარლამენტი გაქვს უკანონო პარლამენტი გაქვს ერთპარტიული და რაღაცა ეს უბედურება არის ამიტომ მან ვართ ხო მთავარი წყალგამყოფია ახალ არჩევნებს ვითხოვთ ესენი იძახიან რომ ახალი არჩევნები არ იქნება მოდი მაშინ ესე ვთქვათ მთავარი ესეთ მოთხოვნა პოლიტპატიმრების განთავისუფლებიდან კანონებით ცვლილებასთან ერთად უნდა იყოს ჩავატაროთ პლებისციტი გვინდა თუ არა მაგალითად 25 დეკემბერს ჩატარდეს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები კი ან არა ეხლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი იმიტომ ეს მნიშვნელოვანი რა არჩევნო ლაპარაკობთ ეს ოპოზიცია სამწუხაროდ ნუ ბუნება ესეთი თუ ჩვენ ესეთი ვართ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ამის ანალიზში ნუ ჩავალთ ფაქტი არის რომ კუმულატიურ ეფექტს ცალ-ცალკე პარტიების ოპოზიციური პარტიების მიღებული შედეგები არ იძლევა წინა არჩევნები იყო ამის ნათელი მაგალითი ჯამურად მოვუგეთ კი თავზე მოგვაჭრეს წაგვართვეს მაგრამ ჯამურად მოვუგეთ მაგრამ
ჩვენი პრობლემა იქ იყო ის, რომ ჩვენ 4 სუბიექტიანი კოალიცია ამ ქვეყანაში 2 სუბიექტიანი, არა 4 სუბიექტიანი, 2 სუბიექტიანში არ უარსებია. ამიტომ კოალიცია იყო გამოცდილება არ იყო, აგერ ჰოლანდიაში ძლივს ყავს შეკოწიწებული 4 სუბიექტიანი კოალიცია. ურთულესი რაღაცა არის კოალიციის შექმნა, მით უმეტეს 4 სუბიექტიანი. როგორ ნულოვანი გამოცდილება. გერმანიასაც გამოცდილება ამიტომ რო დაუბრუნდეთ ამას, ამ არჩევნებს რა ქვია, ადგილობრივი არჩევნებით ჩატარდება მაგ ალგორითმი, ვიღაცა კი შეიძლება გაერთიანდეს, მაგრამ არსებითად იქ დიდად რაღაც 4-5 სუბიექტი იქნება. ამიტომ ამან კუმულატიურ ეფექტს ვერ მიიღებ. ამიტომ არის, მაგრამ დააკვირდი ყველა თითქმის სულ ყველა არჩევნებში მაინც ოპოზიციას ჯამურად აქვს მეტი და აქვს 50%-ზე მეტი. და შენ კუმულატიურ ეფექტს მიიღებს ზუსტად ან კი ან არაში გინდა თუ არა არჩევნები. ანუ მანდ მიიღებს შენ ყველა ოპოზიციური ამომრჩევლის კუმულატიურ ხმას, ისევე როგორც ნაწილობრივ ვიღაცები იმისგან მიიღებს. ხო, აი ეს და დავამთავრებ რა. ანუ უყურე ერთი მხარე და კიდე არის რამდენიმე ხა მე ეს პირობ ჩამოვყარე, არის რაღაცები, ასევე რავალდებულებას ვიღებთ, რავალდებულებას ვიღებთ მხარეები თუ თქვა 50%-ზე მეტია აიღო, ანუ კი უნდათ არჩევნები უნდა ჩატარდეს და გარდამავალი დრო როგორი იქნება, ან თუ არა ჩვენ რავალდებულებებს ვიღებთ, ხო? ანუ ეს არის მსჯელობის საგანი, ჯერ ჩვენში მსჯელობის საგანი და მერე თუ შევჯერდებით ჩვენს პარტნიორებსაც და საზოგადოებას ვეუბნებით, იმიტომ რომ შეჯერება საზოგადოებრივი პროცესია. მე და სხვა პარტია კი არ უნდა შევჯერდეთ მარტო საზოგადოებამ, მე საჯარო დისკუსია უნდა იყოს, არაფერი დასამალი აქ არ არის. და მე ამ პარტნიორებთან ერთად ველაპარაკე, აი ეს არის ჩვენი მოთხოვნები. აი ეს არის მოთხოვნები, გამოვში პოლიტპატიმრები, ჩავატაროთ პლებისციტი, თქვათ 25 დეკემბერს გვინდა თუ არა ახალი არჩევნები ან კი ან არა, CSKO შევცვალოთ და კანონები შევცვალოთ და რაღაც პირობები მოკლედ ასე შევძებდებით და თუ ამაზე მოდის ხელისუფლება და ამის კომუნიკაცია შეუძლიათ ისევ ამ ჩვენ პარტნიორებს გააკეთონ, იმიტომ რომ ესენიც ახლა უსაქმოდ არიან, ელოდებიან, არიციან რა იქნება და როგორ იქნება, ხო? იციან რომ ქართული ოცნება ცუდია, მტერია, ხალხის და მათის, დასავლეთის, მაგრამ სად წავიდნენ აღარ იციან. ან მეორე, ეს თუ არ გამოდის, მაშინ გადავდივართ პროაქტიულ და არა უბრალოდ გამოცხადებულ, არამედ პროაქტიულ ბოიკოტზე ამ არჩევნებს. რატომ აკეთებ ამას? და ამოცანაც იქ გაქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები, რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს იმ არჩევნებში მონაწილეობა, რომ არ კონდეს მას ლეგიტიმაცია. აი ეს არის კონკრეტული რაღაცა. ზუსტად იგივე აზრის ვარ, რომ თუ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთოდ ეს არჩევნები ახლა ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს მოთხოვნები სწორად არის ჩამოთვლილი, დავამატებდი კიდევ უცხოეთის უფრო მეტად ჩართულობას და ასე ეს დეტალებია, მართლა არ აქვს ახლა მნიშვნელობა ამას. მე შეიძლება ამასთან დაკავშირებით საუბარი გვინდა ხელისუფლებას უნდა არჩევნები, მაშინ მოდი რა ქვია, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას უნდა არჩევნები, მაშინ მოდი რაღაცა დათმობებზე წამოდი, სხვანაირად არ გამოვა. თუ ეს არ ხდება, მაგ მონაწილეობა უბრალოდ კატასტროფაა. უბრალოდ სისულელია მართლა, ხო? ლაშა, რა მოინტერესებს, იცი, აი, რავი, ანუ რო ყვებოდა გიგიშეც რო ეთახმებოდი რომ ხო ძალიან ნათელია ეს აი რა არის რატო არ შეიძლება ამაზე ნათელი შეიძლება არ არის ხმე რა ვიცი ანუ რა შეიძლება იყოს ანუ იქეთ ამ ხრის არგუმენტი იქეთ ამ ხარის ანუ შემდივარი იქეთ ამ ხარის გულისხმობთ რა ქვია ეგრეთ წოდებულ ხელისუფლება დებატები მოვაწყოთ უცებ აი იყავი აბა ქართული ოცნება ხო არა რატო ქართული ოცნება არა მაშინ ბოდიში ერთი წამი მაშინ აი მინდა ეშმაკის ადვოკატი იყო აი ხა ახსენა გიგიმ ის რომ უნდა ჩატარება ადგილობრივი არჩევნების, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია უნდა რა, ეხლა ცუდ დღეში ეხლა ჩვენ რო კარგ დღეში არ ვართ, გასაგებია, მაგრამ ისინი ძალიან ცუდ დღეში და უარეს დღეში არიან. ბიჭო, თუ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება გინდა და რაღაცნაირად გინდა რომ ცოტა წელში გაიმართო და ლეგიტიმაცია მოიპოვო მეტნაკლები, ხან ზოგი აქედან, ზოგი იქედან, მაშინ ანუ ზურა ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას და მელიას იჭერი, ხალხს არ უშვებ, არაფერს არ აკეთებ. მაშინ რა ლოგიკაა? ამიხსენი როგორც ასე ვთქვათ, ეხლა ქართული ოცნების შანტაჟის ლოგიკა. ანუ რა, რომ დამაშანტაჟებ მერე რატო კაცო, ეხლა ჯიბეში უზის, ერთ წუთი კაცო, ჯიბეში უზის ერთი, აი არაფერი, ყოველგვარი წინაპირობების გამზადებული, ერთი პარტია გამზადებული, მეორე ნახევრად გამზადებული და მეორე ვინ არის? ლეგო. რა ვიცი, ხო, ავი იძახიანი, ეხლა ასთა სხვადასხვაობა, მე რამდენადაც ვიცი. ქართული ოცნების ლოგიკა ამიხსენი, თუ მინდა არჩევნებზე დავიყოლიო ეს ხალხი ცოტა დასავლეთიც დასავლეთსაც უთხრა რომ აგერ რაღაც დათმობებზე წავედით, მოდი მაღიარე და
გავაგრძელოთ თავისი პირობებით უნდა. არა, თავისი პირობები და ეს პირობების გარეშე ჩაბარებული ყავს და რატო წამოყვება შენ პირობებზე? იმისი არ იყოს ტრამპ. ბიჭო პირდაპირ გამოდის გახარიას პარტია და ეძახის მონაწილეობა მიუხედავად იმისა, ეს ციხეში ის დაჭერილია, ეს დაჭერილია. პასუხი, რომელიც ჯერ არ მიუღია არც ალობე ზურაბიშვილისგან, არც ოპოზიციური კაცო, მაგაზე ხო არ არის ლაპარაკი, და დავგმობთ, ვისაც გინდა, მე დაგმობა ხო არ არის. აქ არის ლაპარაკი იმაზე. აი ევროპა მაგალითად ტრამპს რას უთulis მთავარ შეცდომად უკრაინას ნაწილში რუსეთთან მოლაპარაკებაში. იმას რომ სანამ მოლაპარაკება დაიწყო, ნატოს საკითხი დათმო, რაღაცა საკითხები დათმო, რომელიც მოლაპარაკებამდე საერთოდ არ უნდა დაეთმო. როდესაც მოლაპარაკებამდე მაგალითად გახარიას პარტიას უკვე განცხადებული აქვს, რომ მე მონაწილეობას ვიღებ და ქართული ოცნება არსად არ უნდა დავტოვო, მარტო გეგონება რაღაცნაირი გაბუტული შეყვარებული იყოს ამ ქართული ოცნების, ხო? რაღაცა უნდა ელაპარაკო, ესე იგი მზად არის ყოველგვარი წინ პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, კანონმდებლობის ცვლილების გარეშე, დამატებითი მნიშვნელოვანი ბერკეტის გარეშე, რის გამოც ეს ის არის. ადგილობრივი არჩევნების გამო ხო არ არის ეს პროტესტი არის, რომ მოპარული არჩევნები და მიგვათრევენ რუსეთში და ამის გამოსწორება ხდება პარლამენტის ახალი არჩევნებით, ხო? ამის გარეშე, სად მიდიხარ, ხო? და ბოლოს რასეუბნები იმ ხალხს, აი თუ უნდა ამომრჩეველს რასეუბნები, რომ მართლა წყალს გაგიყვან? მათ უნდათ რომ პრინციპული სისტემური ცვლილების გარეშე იმის გარეშე რა რეჟიმის და რა სისტემაც ახლა ააგეს, ამის არსებითად ხელის შეხების გარეშე და იმის გარეშე რომ მართლა რაღაცა დაუთმონ საზოგადოებას და მართლა პოლიტიკური გამოსავალი მოძებნონ, ეგრეთ წოდებული კოსმეტიკური რაღაცა პატარა 1-2 შტრიხით და რაღაცა იმითი, ანუ შენ რეალური საშუალება კი არ მოგცენ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების. მოგცენ face saving-ი რომ მისი თამაში ითამაშო. სიმულაციას თავაზობენ რა. პრაქტიკულად მისი თამაში ითამაშო. ოღონდ გულადად შეგიძლია გამოსვლა და თქვა ამ შემთხვევაში რომ აი მე ვიღებ გამოწვევას და ამ უთანასწორო პირობებშიც კი როცა ყველაფერი ქართული ოცნების ხელშია ფულით საარჩევნო ყავს და მე ამ ხალხის იმედი მაქვს აი თქვა ამ პარტიებს არა აქვთ ხალხის იმედი იმიტომ რომ ესენი ხალხთან გაუცხოებულები არიან და მე ფეხით შემოვივლი ყველა სახს და შევალ ყველა ეზოში შევალ ყველას მივალ და ყველას აუხსნი ნამდვილად მნიშვნელოვანია ხა ოპოზიციის გამარჯვება და მე ვიქნები ის ერთ-ერთი ოპოზიცია რომელიც ქართულ ოცნებას არ დატოვებს ცხენზე და მათ ცხენს კვანტს დაუდებს. სინამდვილეში ყველა ვიცით რომ ეს არის აბსოლუტური სიყალბე ამ საარჩევნო კანონმდებლობით ესეთი რეპრესიული მანქანით ესეთი პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ როცა მეორე მხარეს უბრალოდ გავაჩუმებენ ხა იმ კანონებით რომელიც მიიღეს და ელემენტარულად შეკითხვის დასასმელი ანუ რესპონდენტის პასუხის გამო ჟურნალისტის და მაუწყებლობის დახურვა ხდება შესაძლებელი მიღებული კანონებით ხო ანუ საგიჟეთი ტრიალებს ეს კანონები თუ ამოქმედეს და მიიღეს იმიტომ რომ ამოქმედო სხვა რამის გამო კი არ მოქმედებულია უკვე და ამოქმედებულია პრაქტიკულად რაღაც ნაწილი და ეხლა ეს რაღაცა ცინიკურად ფარას რო ეძახიან 38 წელს ამერიკაში მიღებულ კანონს ჰიტლერის და სტალინის წინააღმდეგ ეხლა აქ იმის წინააღმდეგ იღებენ რა ქვია საკუთარი ქვეყნის სტუდენტების და ევროპის და ლიბერალური საზოგადოების წინააღმდეგ იღებენ კანონს რომელსაც ტოლობის ნიშანს უსვენ ჰიტლერის და სტალინის წინააღმდეგ მიღებული კანონის ხო სასაგიჟეთი ტრიალებს ამ პირობებში სწორედ ითქვა ეხლა ორივე თქვა გაუქმებულია ანუ უბრალოდ ჩვეულებრივად შედეგების დაწერაზეა ლაპარაკი ხო აქ ისიც არ არის რომ რაღაც აი ცოტა პროცენტს გადაკაჩავენ გადმოკაჩავენ აქ იქნებ სუფთა პუტინისტური ლუკაშენკოს არჩევნები რომელმაც ხო ტიხანოვკას და აღარ მახსოვს ციფრები 70-30 წააგო და დაატრიალა პირიქით დაწერა ხო თუ რაღაც ეგეთი სიგიჟე ნებისმიერ სიგიჟეზე წასულები არიან გამოხვალ ქუჩაში დაგიჭერ ხო გამოხვალ ქუჩაში დაგიჭერ მე ეზოში შენ გულშემატკივრებს არ შემოუშვებ მე ჟურნალისტები რომელიც გააშუქებენ იმათ ზონდერებს მიუგზავნი და ვცემ მე იმათაც დავიჭერ ანუ არაფერი ზღვარი არ არის დასავლეთის რეაქცია იქნება გამოვალ და ვიტყვი რომ თქვენ ყველა deep state ხართ ბავშვი ვის უბედოთ ლაპარაკს ანუ ზღვარი აღარ არის აფსონი გაკეთებულია სისტემური ფსონი რომ მე ვიყო ისეთი როგორიც არის ჩემი მოკავშირე რუსეთი ეს ფსონი გაკეთებული და რუსეთი ამე აქ რა გეოპოლიტიკურ სიბრძნეზე კი არა ლაპარაკი იგივენაირი აი გიგი რო ამობდა ეხლა რომ მიშა დილასო დადგებოდა რამდენიც გინდა აკრიტიკე CNN-ს ჩართავდა ეკონომისტს წაიკითხავდა და ვიღაცას დაელაპარაკებოდა რა ვიცი ესენი რუსულ ტელევიზიას უყურებენ და ძალიან შეათ იმეორებენ ვიღაცა ურეკავს და ეუბნება ბორინკა ძირჟის სულ სხვაგან არიან ბორინკა ძირჟის არის ინდოსები და ევრაკოსები თუ ისინი ძალიან გიხურებენ მაგრად დადექი მაგ ხოძე ეგ არის ამის ცხოვრება ამის ამ პატარა პაიკების მაგრად უნდა დავდგეთ ეხლა მაგრად უნდა ვიყოთ და ამ მაგრად ყოფნაში ეხლა ცოტა პირს თუ დააბანინებ
და რაღაცა თუ მიცემს საპონს, გამოგიყენებს იმ სადაც აგისოს და გადაგაგდებს ნაგვის ქუჩში. იმ შემოდგომისთვის. და რა არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა იძახის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გავაუქმო. გაიყვანე შენი 6-6 კაცი საკრებულოებში. გამოვა ოქტომბერში გააუქმებს ამ პარტიებს და შენ 6-6 კაცსაც ან გადაიბირებს, ან შეჭამს ჩასვავს ციხეში. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ ეგ არის? ხო, აუფო გადაიბირებს რაღაცას. როცა გადაიბიროს მაგრამ არგუმენტები იქნება ეგეთი, არგუმენტები იქნება ეს, რომ აბა რა ვქნათ ახლა ქუჩის პროტესტმა თავი ამოწურა. ეგ არის კითხვა, მაშინ რა არის გეგმა? გეგმა არის ის არის. დელეგიტიმაციას რაც პირველად ხდება, მოდი ახლა. ამ ქუჩის პროტესტი ისე ახსენები, რეგულარულად მთელი ძალისხმევა ჩადეს ამ ქუჩის პროტესტში და რაღაც არ გამოდის რა. ქუჩის პროტესტმა თავი ამოწურა, იმან თავი ამოწურა, რაღაც გზა უნდა ხომ და ვნახოთ. ჩვენ ელექტორატს ხომ და კონდეს რაღაც გამოსავალი. მაგალითად ამბობენ ხოლმე თბილისი მოვიგეთ, თბილისი მოვიგეთ და ეხლაც მოვიგებ. დიდი ქალაქები წავართო. ოღონდ საერთო კანდიდატი არ დავაყენო. არა, მეორე ტურში არა, შეიძლება მაგაზეთს ითქვა, რომ რაღაც ნებისმიერ რაღაცას გადაგიწერეს, გამოხვალ გაგიხეთქავენ თავს. კრისტალიზაცია და ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა და აღარ არის საჭირო რაღაცა მოფერება. გასაგებია, ხო? უკვე გადავიდა რაღაცა კიდე ახალ ნაბიჯზე, რომ ზურა ჯაფარიძე დაიჭირა, ნიკას დაიჭერს გვარამიას, მერე დაიჭერს ნიკა მელიას, ახალი ფაქტობრივად ლიდერის გარეშე რჩება, ხო? იქ ელენე რჩება და კიდე რამდენიმე სხვა შედარებით პატარა ლიდერები. ანუ ამ პირობებში, ვინც იტყვის, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნებში, იღებთ მონაწილეობას, იმას უნდა დაერქვას თავისი ძალიან მკაფიო სახელი და მერე აღარც ერთმა სხვა პარტიამ რომელიც აქ გონიერებას და ღირსებას შეინარჩუნებს, აღარ უნდა თქვას, რომ ის თუ არ შემოგვიერთ და ისე გაერთიანებას ვერ შევძლებთ. 25 წელია ჟურნალისტიკაში ხარ. აი, რამდენჯერ გინახია ეგეთი, რომ მორჩავს. აი, ესეთი რამე ჩაიდინა, რომ იმას ხელს როგორ ჩამოვართ. პოლიტიკური მეხსიერება 2 თვისაც არის, 2 წლის წელსაც არ მოიცავს. 2 თვე. სიმტივის იმასავით არის. აი 10 დღე ხო არის გადახვევა. მე ისე თქვა ისეთი ვაშკაცი ვარ. ასეთ მდგომარეობა მე არასოდეს ანუ ასეთ მდგომარეობა რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი მიახლოებით მდგომარეობაშიც კი არის. კი, გეთანხმები. ეგა ვიღაც მე რომელიმე პარტიის წარმომადგენელი რომელიც მიიღებს მონაწილეობას იტყვის მე მაბულინგებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მე ისეთი პრინციპული ვარ, რომ რომ ეს ასე უნდა მოხდესა და ამის პარალელურად ოკეი თქვას რომ მე ბაბული არ მაინტერესებს ეს პარტია აქეთ ორი პარტია იქნება სამი პარტია იყოს მაგრამ ვიღაცამ შექმნას ანუ რაღაცა ბოიკოტის კომიტეტი და ვიღაცამ დაიწყოს მიზან მიმართული ეგ უნდა დავიწყოთ ეხლავე, არ ვიცი, ვინ შეუერთდება, არ საზოგადოება, რომელიც დღეს ამ პროტესტის ის იმდენად აქტიური ისეთ სახეს წარმოადგენს, რომ ნებისმიერ ტალღაზე პროტესტს აგრძელებს, ხო? ამ პროტესტს თავის პიკები აქვს, სადაც 10,000 და 100,000 ზე ადიოდა. არის რაღაცა ბუნებრივი ხა ნახევარი წელიწადი არის პროტესტის პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. როდის უკვე მე რამდენადია უკვე მოვიწყდება თვლა ამერია. და ამ პროტესტის ყველაზე აქტიური ნაწილის ნებისმიერ ადამიანს ამ პროტესტი ადამიანების კითხე რა რომ საერთოდ რამე ასხედავენ ამ არჩევნებში. ნებისმიერ მე ოპტიმისტურად უყურებ მაინც ამალოჯან. ეს არა, სიცხადე აუცილებლად ვიღაცები იქნება, მე არ ვიქნი ამ ბიუჯეტის საფუძველი 3 წიადადებით. ერთ ვიტყვი რა მარტო რა ვქია ვენესუელაში ახლა ამ კვირას იქნება არჩევნები რომელსაც ოპოზიცია ასევე მოუწოდებს რომ ბოიკოტი იყოს ვენესუელაში ამით ხელისუფლებას ვერ ჩამოაგდებენ უბრალოდ სამხედრო ხელისუფლებაა და ხალხს ხრეთ ქუჩაში მაგრამ საინტერესოა უბრალოდ ნახევარზე მეტი თუ არ მივა ხო ესეც მნიშვნელოვანია ძალიან ლეგიტიმაციის თვალსაზრისით მაგრამ ხო კაი სამ წიადადებაში ოპტიმიზმი ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი ჩემი ბუნება არის თუ მე მეკითხები იმიტომ რომ ყოველთვის ოპტიმისტურად უყურებ და ჯერა წინა პირობები მე ვხედავ რღვევას და პრობლემებს ხელისუფლებაში რომელიც შეიძლება ესე არ ჩანდეს მაგრამ მე ვარ ხელისუფლებაში ნამყოფი და ვიცი რა პრობლემებიც არის რა ბზარებიც არის იქ რა მდგომარეობაც არის და საით შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს ოპოზიციაში ის პრობლემები რაც არის მიმაჩნია ლოგიკურად არ უყურებ ამას მე ძალიან დრამატულად უпростоრეთ მაშინ ერთ რამე არის მანდ ასე მნიშვნელოვანი აი მთელი ამ 12 წლის მანძილზე ხო რამდენჯერმე იყო მაშინ ჩემი პირადი ოპტიმიზმი არის ჩემი პირადი ბუნება მაშინ სამ სიტყვას შეგერია და დავამონტაჟეთ მოვაჭერი მაშინ ეგრე მოვაჭერე ჩემი პირადი ოპტიმიზმი ეფუძნება იმას რომ ძალიან კარგად ხედავ რომ
საერთოდ არ დარჩა მოკავშირე რეჟიმს. ორ რაღაცაზე დგას. უხეში ძალა, დარბევა ცემა უხეში ძალა და პროპაგანდის ერთი-ორი რაღაცა კუნძული, რომელიც გაკეთებული აქვს და მასობრივად გადაფარული აქვს მთელი საქართველოს სისაძაგლით, აი ეს ორი რაღაც დარჩა. რაღაცა სოციალური ჯგუფები, ინტელექტუალური რაღაცა წრეები, სახელოვნებო რაღაცა ესა. გოგა სამ სიტყვაში უნდა გეთო. სამი წინადადება. ანუ არ დარჩათ მოკავშირე შიგნით და გარეთ. საერთაშორისო ფსონი აქ იმათზე ვინც წააგებენ და შიდა ფსონი აქ ძალაზე, რომელიც გაუტყდებათ, რომელიც ასევე დაუპირისპირდება ძალა და მოუგებს. ისტორიული ლოგიკა არსებობს და ჩემის გადმოსახედიდან ისტორიული ლოგიკა ამბობს, რომ ვინც არის წარსულისაგან მიტრიალებული რაღაცა ბნელი აზრებისაგან, მას შანსი არ აქვს და მომავალი გაიმარჯვებს წარსულზე. ევროპა იღვიძებს დიდება უფალს. კარგი, მოკლედ ეს ძალიან ცხელი, ყველაზე ცხელი პოდკასტი იყო, რომელიც მქონია. კაია, სხვათა შორის. ხარ დაუბრუნდა შიდა პოლიტიკას. ისეთი ენერგიული ხალხი ვართ და უნდა დაპოტიჟო ხომ სოციალური. შიდა პოლიტიკას ხარ დაუბრუნდა. დაუბრუნდი, აბა. არ ვიცი, ხო, მომიწევს. მოგიწევს, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საერთოდ როგორც საქართველოს ისტორია აღარ არსებობს, არ უნდა ასწავლო სოფლიო ისტორიის გარეშე. ისევე ყველაფერი კონტექსტია. ასე რომ დაუბრუნდი და მიწაზე დავაშვი. დაუბრუნდა ფესვებს. ფესვებს. გიგი უგულავა, გოგა გაბაშვილი, ლაშა ბაქრაძე. მე მგონი ძალიან საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube პლატფორმა, მისმინე Facebook-სეც, TikTok-სეც და Instagram-სეც. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად და ზურას ხნეობას უსურვებ და ხეობას უსურვებ ნიკა მელიასაც და ჩემს მეგობარ ნიკა გვარამიასაც.